მოგესალმებით, დაუბრუნდით შემდეგი ეპიზოდით. ჩვენი სტუმარია დღეს ფსიქო და ჰიპნოთერაპევტი ბატონი ლევან შატბერაშვილი. დიდი მადლობა მოწვევისთვის. როგორ ბრძანდებით? საინტერესო თემები გვაქვს და რავი შევეხებით. დღეს ახლა მენტალური რაღაც პრობლემების ეპიდემიაა, ხო? ყოველ როდის არ იყო, მაგრამ ახლა განსაკუთრებით და საერთოდ როგორ რა მდგომარეობაშია ზოგადად ეს რას ფიქრობთ საერთოდ? ფსიქოლოგიური პრობლემების ამბავი საით მიდის, როგორ მიდის და უფრო მეტად რა მომრავლდა და რა დაიკლოთ თქვენ როგორც პრაქტიკაში რას უყურებთ? თუ იგივე იყო რაც იყო. უყურებს სამყაროში ის სიმძიმე უბედურება რაც ხდება და რაც უფრო მეტია, ხო? ცივილიზაციური გამოწვევებია უშუალოდ. ომები და ამბები რაც უფრო იქნება და იქნება დიდი ალბათობით ინტენსიური ეს გაივლის ყველა ადამიანის შენზე, ჩემზე, ხო? ფსიქიკაზე, რესურსებზე, ამიტომ ვიღაცები უძლებენ, ვიღაცები არ უძლებენ, ამიტომ შესაბამისად მოლოდინი რო იქნება ესეთი ეპიდემია გარკვეული ფსიქიატრიული და ფსიქოსომატური ეგეთი რაღაცა ამბების ძალიან დიდია. ახლა რასაც ხედავ ეს მოგმაინც დასაწყისია. და კონკრეტულად უფრო ყველაზე ხშირად რა პრობლემით მოგმართავენ ხოლმე ძირითადად? არა, ყველანაირი ხა დეპრესიები, ანუ ბევრი. ხა არის ხალხი რომელიცაც ახლა მე საერთოდ არ მიყვარს თულსა ადამიანი მოდის ხა ბევრჯერ მაქვს ეგ დათქვამი რომ ხა ნოზოლოგიაში და დიაგნოზში ჩავსვა. ხო ხალხი მოდის რომელიც რაღაცას ვერ ალაგებს, რომელსაც შფოთვა აქვს, უხასიათობა აქვს, ხო? დეპრესია შეიძლება დავარქვათ. ურთიერთობებს ვერ ალაგებენ. მილიონი დიდი სპექტრია. ხო რაღაცა დამოკიდებულებები აქვს და რაღაცას ვერ ცვლიან. ეგ არის ხალხი რომელსაც უნდა რაღაცა შეცვალოს და თვითონ ამას ვერ ახერხებს და ხა იქ დიდი სპექტრია ძალიან. კი ბატონო. სხვადასხვა. ამ თქვენ ამჟამად უფრო ჰიპნოთერაპევტი ხართ ხო და არა ეხლა ძირითადად ფსიქოთერაპია. არა ეკლექტურად ანუ ბევრ ტექნიკას ხმარობა. ჰიპნოტექნიკების ერთ-ერთი ტექნიკებია, ხო? კი. ძალიან დიდი ასე ვთქვათ მასივი. ხა ვერ გეტყვი რომ მაინც რაღაცას დავარქმევდი ამას. ნუ ცოტა ალბათ ყველაფერს. ხო მაგალითად ეხლა არის ძალიან ეხლა რა სული იყო, მაგრამ ეხლა ცალხში რო გაიარო, სუშიში და შფოთვა ძალიან წამოწეულია და ჯერ სანამ კითხვას დასვამ უნდა გავუმიჯნოთ შიში და შფოთვა ზოგი ამბობს რომ ერთი და იგივეა და მგონი არ არის ხო? მე ესე ვფიქრობ რომ ეხლა შიშს აქვს სხვადასხვა რეესტრი, ხო? არის შფოთვა, ხო? არის პანიკური შეტევა, მაღალია შფოთვა უფრო ალბათ უფრო დაბალი რეგისტრის შიშია, ხო? ანუ შიშის განვითარება, შფოთვა და მერე პანიკური შფოთვა გაქვს, მერე გაქვს პანიკური შეტევა. შესაბამისად შეიძლება ესეც დავარქვათ რომ რაღაცა ერთი რეგისტრია. მაგრამ განსაზღვრებაში განსხვავდება რა თქმა უნდა. ხო ეხლა რა უშუალოდ მანიაკალურად ზემოთაწეული ბუნება განწყობილება ერთია და ცოტა კარგი ხასიათია. კი. აი გაც ეგ. მაგალითად აი ობსესიები ხო? რეგისტრი ერთია, მაგრამ ესა განსხვავებულია, მაგრამ კი. რაღაც მახასიათებლით ერთ შეიძლება დავარქვათ ეგ. კი. ხო არის მაგალითად ესეთი ობსესიურ კომპულსური აშლილობა, ხო? აი ეს ბევრს აინტერესებს, აი კითხვაც დამისვეს, რომ საერთოდ როგორ ყალიბდება, შეიძლება ნასაუბრები ქონეთ, მაგრამ აი კონკრეტულად კი ბატონო, მოდი ესე ვთქვათ რა, ეხა ნებისმიერი ამდაგვარის, ხო? აი დაუშვათ რა არის ობსესია, ხო? გარკვეული აკვიატებაა, ხო? როგორც წესი თუ დინამიკაში დავარკვირდებით, ეს ხდება ადამიანებთან, რომელსაც ჰქონდათ გარკვეულწილად ბავშვობაში ესეთი არ მიყვარს ხოლმე თქვა, მაგრამ უფრო მეტწილად გარკვეული ტრაუმული ბავშვობა რა. ეს არის რაღაცა ტრაუმების ძახილი ყოველთვის. თუ აწარმოებ კონტენტს, გინდა ჩაწერო ვიდეოები შენი პირადი ბრენდისთვის ან ბიზნესისთვის, მაშინ podcast corner studio ზუსტად ჩვენთვისაა. სტუდია მდებარეობს მაქსიმ გორკის 11 ნომერში, სადაც დაგვდება პროფესიონალური გარემო, უმაღლესი ხარისხის აპარატურა და კომფორტული სივრცე. ლინკს დავტოვებ აღწერაში. როდესაც მაგალითს მოგიყვან რომ გავიგოთ, ხო? ეხლა ძალიან ხშირად ამგვარი, ასე ვთქვათ, აშლილობების დროს ადამიანი ვერ აცნობიერებს, ანუ აცნობიერებს აბსოლუტურად რომ დაუშვათ, აი ესეთი მაგალითი მოვიყვანოთ უფრო მარტივი გასაგები იყოს, ხო?
დაუშვათ მეშინია რაღაც ესეთი ფობია მაქვს. სხვა იმ წერის მეშინია მაგალითად ან ობობის მეშინია, ხო? ხა ლოგიკურ დონეზე ეს ადამიანი ხვდება რომ ამ წერში არაფერი საშიში არ არის, ხო? მაგრამ მიუხედავად ამისა, მაგალითად რო გამოჩნდება კალია, მოდის აბსოლუტურად ადამიანი ასე ვთქვათ, როგორც მაღალი რეგისტრის შიში, ხო? ხო, გამოიხატება. ხო, რაღაცა. შესაბამისად, ამ შემთხვევაში აი ეს კალია რთავს რაღაცას მასში, რაღაც ისეთ არქეტიპი შეიძლება ვთქვათ, რაღაც სიღრმისეულ რაღაც მექანიზმს, რომელიც კონკრეტულ კალიას კი არ ეხება, აი ზოგადად კალიობას ეხება, ხო? და თუ ძალიან წავყევით, ეხლა ამის პირაპირობა შეიძლება ვნახოთ გარკვეულწილად ბავშვობაში რაღაც არ დამთავრებულ შიში. მოდი ესე ვთქვათ, ძალიან ხშირად როცა მუშაობ, ხო? აღმოაჩენ რომ აი ამ შიშის ძირში დგას რაღაც გამოცდილება, როცა ეს ბავშვი იყო 3 წლის, 2 წლის, 4 წლის, ხო? აი იმას აქ ხდება. და მაგალითად ხელში აიღო რაღაც, რა ვიცი, მწერი რაღაც და იქ ვინც იყო ის ნუ დედა, მამა, ვიღაცა ხე მამები ნაკლებად ქალები შვები ხო. კივილით მივარდა და უთხრა რომ აი საშინელება გარკვეული დამოკიდებულება ჩამოყალიბდა დაუშვათ, რომელიც გაჯდა იქ ფსიქიკის სადღაც სიღრმეში და მე ცხოვრების განმავლობაში როგორ კი აი ეს ტრიგერი გამაღაზიანებელი ჩდება ირთვება ის აბსოლუტურად ინფანტილური რეაქცია სამყაროზე. თუმცა ეს უკვე დასრულმა ადამიანმა იცის რომ არ არის საშიში არანაირად, ხო, ობიექტურად და ლოგიკურად, მაგრამ აი ამ პანიკას ვერაფერს ვერ უშვება. იქ ლოგიკა არ მუშაობს ქვემოთ. კი. აი ამგვარი შიშების ძალიან ხშირად ნახავთ აი ბავშვობაში გარკვეულ, ასე ვთქვათ, აი ეს ამგვარ გამოცდილებებს, ხო? ეხლა არსებობს კიდე ამ ნოზოლოგიაში კიდე არის რაღაცა ესეთი ნოზოლოგიაში აკვიატებები, ხო, აი რაღაცა გარკვეულ რიტუალებს რო ხო, აი ესე დავდოთ, ხო? ყოველთვის აქ რასთან გვაქვს საქმე, ხო? ეს არის რომ რაღაცნაირად განცდა მქონდეს რომ სამყაროს ვაკონტროლებ. იმიტომ რომ ამ რიტუალის უკან ერთი რამე დგას ხოლმე ყოველთვის, რა რომ ადამიანს აქვს განცდა რომ თუ ეს არ გააკეთა, რომ რაღაცა სასწაული მოხდება რა, ანუ ვიღაცა ახლობელს მოუვა სასწაული, ან თვითონ დაემართება, რა ვიცი ხე, თვალი ეცება რაღაცები. ანუ ეს რაღაცნაირად გარკვეულწილად ესეთი მაგიური მოქმედებაა. რომ მე თუ აი ამ რაღაცა ასე ვთქვათ, რიტუალს ჩავატარებ, რაღაცნაირად დავიცავ ჩემ თავს ან ჩემ ახლობელს, ხო? ესეც გარკვეულწილად ხო ძალიან ინფანტილური, ასე ვთქვათ, ცნობიერება, ეს არის პატარა ბავშვი, რომელსაც აი ამ ზღაპრული სამყაროში არათუ მხოლოდ ჯერა იქ ცხოვრობს რაღაცნაირად. ამიტომ აქაც რაღაცნაირად საქმე გვაქვს, რომ აი იქ ბავშვობაში ჩარჩენილი რაღაცა კი ბატონო, ხო. ნუ ყოველთვის აღმოეჩენ იქ, რომ აი ესეც იყო რაღაცა სიტუაცია, როდესაც მან გადაწყვიტა, რომ რაღაცნაირად სამყარო მისთვის ყოფილიყო რაღაცნაირად პროგნოზირებადი და მას საშუალება ქონოდა, ასე ვთქვათ, გარკვეული მანიპულაციით ემართა სიტუაცია რა. ესე იგი, აი ამ მიჩი ჯდება. და შემდეგ მთელი ცხოვრების განმავლობაში ეს ძალიან ბევრი აკვიატება, უცნაურ აკვიატებას ნახავ. ყოლე ეგეთ ნაცნობები არ შეხვდა. ხახო რაღაცებს ითვლის, ხო? რაღაცები შვება. კი, ბაბუა ჩემი ითვლი და ნაბიჯებს. კი. ხო და ის ითვლიდა და რაღაც 59-მდე თუ ავიდო და იყო და ხო, ალბათ ეგრე. აი, რაც შეეხება აი კურნალობას რამ ხრივ ვიძახი, იცით, აი თუ არსებობს გზა, რომ ანუ მყოლია მეგობრები, ვინც მაგალითად მედიკამენტს არ სვავს ან დაულევია და არ უშველია და ფსიქოთერაპიას მიუცია რაღაც რელიეფი, მაგრამ ეს რო იმ დონეზე მიიღო ანოს თუ შეუძლია ადამიანს რომ თითქმის რემისირებული კონდეს. მოდი ესე ვთქვათ რა, ეხა ნებისმიერი თერაპია კარგი თუ ნევროზზე ვლაპარაკობთ, გულისხმობს რომ როგორც წესი ეს სიმპტომები იმდენად უკვე რემისიაზეც არ არის ლაპარაკი, უბრალოდ იმდენად იკარგება რომ ცხოვრების ხარისხს აღარ აფუჭებს. ეხლა ეს დაბრუნდება, საერთოდ ნებისმიერი აი ამგვარი ასე ვთქვათ სიმპტომატიკის უკან, რასაც ნევროზი ასე ვთქვათ ამბობს, ამის უკან ყოველთვის დგას გარკვეული ტიპის ხასიათი და წარმოდგენა სამყაროზე. თუ ეს ხასიათი და წარმოდგენები იცვლება, სიმპტომები როგორც წესი იკარგება. მაგალითად, ადამიანი თუ გარკვეულწილად რაღაცნაირად უბრუნდება თავის თავს, თლიანი ხდება, აი პასუხისმგებლობას იღებს თავის თავზე, ხო?
ენდობა უფრო მეტად თავის თავს, აღარ ერჩის თავის თავს. მაშინ ამ სიმპტომებს აზრი ეკარგებათ, იმიტომ რომ ესენი ყოველთვის არის რაღაცა საშუალება, რომ დააკომპენსირო გარკვეულწილად შენი არასრულფასოვნების განცდა. ნებისმიერი თერაპია, რომელიც არ უნდა ნახო ეხლა მსოფლიოში ბევრი სკოლა ძალიან მოგეხსენება, ხო? კი. მაინც თუ თერაპია მუშაობს წარმატებულად, აი ამას აღწევს. ანუ ადამიანი ხდება უფრო მთლიანი, თვითკმარი რაღაცნაირად და აქედან გამომდინარე სიმპტომები როგორც წესი არც კარგავენ და გადიან ხოლმე რა. ეხლა ხანდახან შეიძლება შფოთვამში, მაგრამ ეს არ იქნება ესეთი, რომელიც ცხოვრების ხარისხს მაინც და მაინც დაუკვირდებს. ანუ მიზერული იქნება ესეთ ხალხს, ბევრს აღმოაჩენ, რომ უბრალოდ სივრცე აღარ აქვს დარჩენილი, რომ იცხოვროს. იმდენად შევსებული აქვს აი ამ სიმპტომატიკას და ან რიტუალს, ან მთელი ცხოვრებისა ეს სივრცე, ხო? ამიტომ ეს ერთი ეხლა რა თქმა უნდა მედიკამენტოზური მკურნალობაც არსებობს და იქ არის მთელი სქემები და ეხლა ეს ფსიქიატრიის საქმე და ეხლა არ შევალ მაინც და მაინც მაგათ კომპეტენციაში და არის საკმაოდ ეფექტური. თუმცა ახლა ნებისმიერი ფსიქიატრი აღიარებს, რომ ფსიქოთერაპიის გარეშე მაინც და მაინც მედიკამენტოზური მკურნალობა ხანგრძლივ პერსპექტივაში არ არის ეფექტური. იმიტომ რომ ჯამში მაინც მივდივარ. ხო, ან კომბინაციაში ან ხანდახან თერაპია ხო, ეხლა აქ მივდივართ იმაში, რომ რაღაცა ხანგრძლივი პერიოდი აძლევენ მედიკამენტებს, ეს სიმპტომები იმ პერიოდებში შეიძლება დაიკარგოს ან ჩაყვინთოს, მაგრამ გადის პერიოდი და თუ ამ პერიოდში ადამიანმა მოახდინა რაღაცნაირად შინაგანი ტრანსფორმაცია, ამასთან ერთად ხო შეძლო გაზრდილიყო, ასე ვთქვათ, პირობითად ეს მკურნალობის დამთავრების შემდეგ ხანგრძლივად სტაბილურად ინარჩუნებს. თუ ეს ვერ შეძლო, ეს სწავლები რაღაც პერიოდი არის ძალიან ეფექტური და მე წლების განმავლობაში აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანები ბრუნდებიან უკან. ამიტომ დღეს ხო ყველა ესეთ ასე ვთქვათ მიღებულია, რომ ეს მედიკამენტებთან ერთად აუცილებელია თერაპია, რა თქმა უნდა. ეგრეა. ხო, აი ახლა კიდევ არის ჩვენ საერთოდ ვცდილობთ ხოლმე, რომ ეს მითების და ასე ვთქვათ სტიგმების რაღაცით დაამსხვრევთ ხოლმე, რომ ცნობიერება ამაღლდეს და არის ესეთი გავრცელებული ფრაზა რა ახალგაზრდებში განსაკუთრებით, რომ აი ესეთი გაგიგონიათ ალბათ ბიპოლარი ვარ რა ეს უნება გაცმა. მაგრამ მე დავაკვირდი ესეთ რამეს. მეგობრების მეგობრები რა, ვისთანაც მქონია საუბრები, ხო? უმეტესად ვისაც ეგონა, რომ ყოფილა ბიპოლარი, აღმოჩნდა, რომ ქონდა მოსაზღვრე პიროვნული აშლილობა. და აი განსხვავებას აი ისეთ რა არის მე ხა ბევრი ახალგაზრდა მიყურებს და აი ესე თვით დიაგნოზის ამბავი ესე ვთქვათ ხო ნუ ეგ ეხლა ეს ბიპოლარი რატო გახდა ეხლა ესეთი არის ხოლმე რაღაცა ეტაპები რომ ხო ძალიან ბევრი აი სერიალში ნახავ მაგას რომ აი ეს არის რაღაცა მოდაშია ეს დიაგნოზი ძალიან ბევრ პერსონაჟს ფილმში ძალიან ხშირად შეხვდები რომ ეს ბიპოლარია და თან განსაკუთრებით ეს ბიპოლარები არიან რაღაც ცოტა არაორდინალური ხალხი, კრეატიული ხალხი და რაღაცა რა. კაი ტიპები არიან ხოლმე და აღმოჩენ რომ იქ ლითიუმს სვავს თან. რომანტიზებული ვითარ. ხო, რაღაცნაირად და ამიტომ ხო. ხა ეს რატომ მოხდა მიჭირს ამაზე მაინც და მაინც ხა. სხვა მილიონი ესეთი მიმზიდველი დიაგნოზი შეიძლება გააკეთო. ეს ერთი, კიდე მეორე, იცით ახლა რა ახასიათებს ამას? ხო, მაგალითად გუნლება განწყობილების ხშირი ცვლა, ან რაღაცები, რომელიც რო წაიკითხავ იქ რო შეხვალ სადღაც, აღმოაჩენ რაღაცები, რაღაცა ძალიან გავს იმას, რაც მოგდის ხოლმე. თუმცა ახლა ბიპოლარი ეს შენ რაც მოსაღზღვრე პიროვნული ახსენე, ესეთი ტიპის ძალიან ბევრს ნახავ. ოღონდ ის რაც ეხება აი ფსიქოს რასაც ქვია, ეგ არის დიდი ფსიქიატრიის ნაწილი და იქ ესე სახუმარო საქმე არა, იქ როდესაც ადამიანებს აი ასე ვთქვათ, მანიფესტაცია მოძდით, ხო, აი ან მანიაკალური მდგომარეობის ან დეპრესიული, იქ ძალიან სერიოზული და სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ჭირდება თქო, და აქ არის ფსიქოზის ამბავი, ხო ეს? აქ არ არის, რა თქმა უნდა, ფსიქო ეს არის ადამიანი, რომელიც ხშირად ცვლის, ეცვლება გუნება განწყობილობა და შეიძლება აღმოაჩინოს შენახლობაში და მეძე შენც ვიყოთ ამაზე თქვათ. ანუ ეს ჩვენ არა ვართ ბიპოლარები ვართ, უფრო სხვა ტერმინია ეგეც, ძველ ციკლოთიმიკები ვართ. ანუ აი ამ ციკლურობისკენ მიდრეკილები ვართ, ხო? განსხვავებულები ვართ. არიან ადამიანები, რომლებიც უკვე უფრო ესე ვთქვათ, ხშირად არიან ამაღლებულ, ხო? გუნება განწყობაზე და ეს არ გადადის რაღაცა მანიაკალურ მდგომარეობაში, რომელიც ახასიათებს აი ბიპოლარულ აშლილობას. კი. ხო, ესეთებიც არის. მაგრამ ყვართ ხალხი უფრო მიდრეკილები, ასე ვთქვათ, ამაღლებული ხასიათის ხო და მე არის უფრო დეპრესიისკენ მიდრეკილი ვართ, ასე ვთქვათ. ჩვენ არ როდესაც ვაპარაკობთ ადამიანზე, რომელსაც ეს ახასიათებს, არ არის აუცილებელი რომ მაინც და მაინც ასე ვთქვათ, ხო?
ხო, ეხლა ცხოვრება ხან კაი ხასიათი იქნება, ხან ცუძე და რაღაცა ხო, განსხვავება აბსოლუტურად სტაბილურად არავინ არ ახარ, მაგრამ თუ გინდა რომ რაღაცა ორიგინალური იყო და კიდევ 2-3 რაღაც დაგუგლავ და წაიკითხავ იქ ან ხელოვნური თუმცა ხელოვნური ინტელექტი ძალიან კარგად რომ მოუყვე ვინ ხარ ის არასდროს არ გეტყვის ამას რომ ეს გაქვს უფრო ზუსტად გეტყვის რომ არ ახარ შენ კი არა გაქვს შენ ციკოზე ხარ რაღაცა უფრო შეიძლება პიროვნული რაღაცა მოწოწოლე ამბავი გუგლში რომ ჩაწერდი სიმპტომებს ყველაფერი რომ ემთხვევა და ეხლა შეგიძლია ძალიან ზუსტი ტესტირება გაიარო მოუყვე შენ თავსა და არ შეიძლება დაიხვეწა ისე ხო ხელოვნური არა ეს არ არის დაიხვეწა ეს არის ის რომ ის ფაქტიურად ცვლის დღეს ნელ-ნელა ასე ვთქვათ პროფესიონალურად კი აი სხვათა შორის ეხლა საინტერესო თემა მინდა წამოვწიო არ ვიცი ხსმენია თუ არა მაგრამ აი განვიხილოთ ესეთი ეპილეფსიურ ბავშვებში ნახეს რომ შეიძლება ეს ექსპერიმენტი იცით რომ როცა შიმშილობდნენ ადრე ძველი ეს ექსპერიმენტია როცა შიმშილობდნენ ეპილეფსიური კრუნჩხვები უკრებოდათ რა და მე გადაწყვიტეს ექიმებმა რომ მოდი ახლა ხო არ ვაშიმშილებს თუ და რაღაც ალტერნატიულად შევქნათ ისეთი კვება რომ ამ ბავშვებს იმიტაცია გაუკეთოთ შიმშილის და ესე შეიქმნა ალბათ თქვენთვის ალბათ ცნობილი კეტო დიეტა ხო ესე ეძახიან ეხლა კი წონისკლება და გასაღებული წონისკლების გეგმათ მაგრამ და სხვათა შორის გავიდა მე წლები და ეს ინტეგრირდა რაღაც ფსიქოლოგიურ პრობლემებს არ ვიცი ნუ შფოთვა დეპრესია და ასე შემდეგ და სხვათა შორის ძალიან კარგი ის ქონდა და რა მინდა დავამატო ასევე მე ძალიან დიდი წლების განმავლობაში მაწუხებდა შფოთვა რა ეს სულ შფოთავდი და პანიკური შეტევაც ქონია 1-2 მაგრამ შფოთვას ეჭირა ძალიან დიდი როლი ჩემს ცხოვრებაში და მე არც მიცდია თერაპიები, არც მედიკამენტები დიდათ, რომ ესე მაგრამ მოვსინჯე ეს კვება და გამოიღო შედეგი რა. არ ვიცი, ეს პლაცებო იყო თუ რა იყო, მაგრამ ცოტა მე და შენ ახლა მაინც ბიოქიმიის ამბებში შევდივარ და ალბათ ჯობია რომ უფრო კომპეტენტური იმას ვკითხოთ. ეხლა ერთს გეტყვი რა ხდება კეტოს დროს, ხო? ეს არის მაშინ, როდესაც ნახშირ წყალი გამოირიცხება და დაუშვათ აი ცილა ხდება, ასე ვთქვათ, ძირითადი ენერგიის მატარებელი უჯრედს. ანუ უცვლი რაღაცა ბიოლოგიურ კონტექსტს ჩვენს ანუ სხეულს, ხო? twinსაც მათ შორის და იქ იცვლება ძალიან ბიოქიმიური რა თქმა უნდა, კი, მაგრამ ნუ ეხლა მანდ შეიძლება კეტო გააკეთო, იყო დრო, როდესაც აბსოლუტურ შიმშილზე ყავდათ ხალხი და ესე ინტერვალური, ხო? არც ხო, ინტერვალურიც იყო და ხანგრძლივი შიმშილებიც იყო და იქ ასე ეფექტია. ეხლა ინტერვალურ შიმშილსაც ძალიან კარგი ეფექტი აქვს. ეხლა მოდი ესე ვთქვათ, როდესაც ეპილეფსიაზეა ლაპარაკი, ხო, ეპილეფსია ხა ეს არ არის არც რაღაცა ფუნქციონალური მდგომარეობა და რაღაცა მძიმე ბავშვობის ამბავი მარტო, ხო? ეპილეფსიის დროს კონკრეტულ რაღაცა ასე ვთქვათ დარღვევას ტვინში პოულობს კვლევა ელემენტარულად ხო რაღაცა უბნები არის ხდება გიპერაღზნება ხო რაღაცნაირად ამიტომ ეს ასე ვთქვათ იქ რაღაცა ბიოქიმიური ძვლები მიდის ძალიან სერიოზული ამიტომ როდესაც აი ამ ბიოლოგიურ კონტექსტს ვსვლი როცა აცლი აქვს გლუკოზას და კეტო დიეტა რა როცა კეტოინები ხდება ხო ძირითადად ამის კლებაზე გადა. ნახშირ კლები არის შეწყვეტილი. იქ საერთოდ შეწყვეტილია წყვიტავ რაღაც მომენტში. იქ როგორც ჩანს იცვლება რაღაცა ბიოლოგიური კონტექსტი და ხო ამგვარ ეხლა ეგრე მაგალითად კანაბისია ყველაზე ერთ-ერთი ხო ეს ცნობილია დაუშვათ რომელიც კარგი პრევენცია თითქოს ბევრნაირია და პრევენციას იძლევა ძალიან ეგეც იმის დროს რა ქვია ბევრი კვლევა ეგეთი ხა მე არ მომიგონია. ხო, აი საინტერესოა ეს დროთა განმავლობაში როგორიც. ხო, ეხლა პრინციპში ძალიან ბიოლოგიაში რო არ გადავიდეთ, აი გონებას დაუბრუნდე და ჩვენ იმას. ანუ გონება როგორც წესი, ნუ მიჩნეული არის რომ წარსული შედეგიაო, განპირობების პროცესის თვალსაზრისით და მაინტერესებს თქვენი აზრით, შეუძლია თუ არა გონებას სრულად თავისუფალი იყოს ყოველგვარი განპირობებულობისაგან რა. რას გულისხმობ განპირობებულობებში? ანუ თითქოს ხო ახდენს რაღაცები პროექციას ხო, იქ მახსოვრობა, იქ ჩვენი გამოცდილებები, იქ რაღაც ასოციაციები. მოდი ეგრეთ ვთქვათ რა, შენც მეც და ყველა რა. ჩვენ ვართ ის რა გამოცდილება ჩვენში, ამ ცხოვრებაში ვამბობ, ხა თავი დავანებოთ რაღაც იწინა ცხოვრებაში ბინე ვიყავით, ხო, ამ ცხოვრებაში ჩვენ რაც ვიცით, ჩვენ ვიცით ერთი რამე, რომ ის რაც მე ვარ, რაც შენ ხარ. ეს არის ის გამოცდილება რომელიც ჩვენი დაბადებიდან დღემდე
შემოვიდა სამყარო. რაც ვისწავლეთ სინამდვილეში. ვისწავლეთ იმ ხალხისგან, ვინც გაგზარდა. პირველ რიგში ნუ ამ მშობლები არის ხალხი, ვინც ამ მშობლებს ანაცვლებდა, ხო? კულტურა, ენა, კონტექსტი. ჩვენ ვართ ეს სინამდვილეში ძალიან თუ წახვედი და ვინ ვარ მე, იკითხე აქ არავინ არ დაგრჩება გარდაების, საერთოდ ბევრი რამე რომელიც გგონია რომ ესეა და შელესხარ. ძალიან თუ წახვედი სიღრმეში. აღმოაჩინე რომ ოდესღაც სადღაც ვიღაცისგან გაიგე, ვიღაცისგან ისწავლე, ვიღაცას დაუჯერე გესმის. ანუ ძალიან ბევრი რამე დგას ხო რეალურად ამის უკან. ანუ შენ და მე ესა ვართ მთელი ჩვენი ისტორია, რომელიც როცა აქ შემოვედით ამ სამყაროში, ავითვისეთ და ვისწავლეთ. მე ენა შემოვიდა როგორც ფაქტორი, ხო? და იქ კიდე აღმოჩნდა რომ როცა ენა შემოვიდა როგორც ფაქტორი, იქ მეტაფორა გაჩნდა, იქ კიდე უფრო აზროვნება დავიწყე ხალხი რომელიც ჩემს გარშემო იყო ის როგორ აზროვნებდა როგორ აღირებულებების მატარებელი იყო როგორ მიმართებებს ესეც კიდე ნასწავლი მაქვს ანუ ამის ესე გონებას ეს მოაშორო ფაქტიურად შეუძლებელი სტოლფასი გამო ნუ მაშინ შენ აღარ რჩები მაშინ ანუ რაღაცა სუბტატუციდან ვინ ხარ მაშინ როდესაც არ ახარ არაფერი ხო კი თუმცა არის ხა შეცვლილი ცნობიერების გამარება როცა განცდელობა შეიძლება გქონდეს რომ უცებ ყველაფერი დაგავიწყდა არის სახელი ამნეზიების დროშა ან გარკვეული აი მაგ დროს რა ხდება ხო ადამიანს არაფერი იბლოკება რაღაცა გარკვეული აი ეს გამოცდილებები ვინ ვარ მე რა მქვია ვინ არის იქ იკეტება და ხო ამნეზია ყოველთვის მაგასთან არ გაკავშირებული რომ ვეღარ ვიხსენებ ეს ინფორმაცია თვითონ დაიშალა მე კი მაქვს განცდა რომ ვარ მაგრამ შეიძლება არ მახსოვდეს რა მქვია მაგარი კი ნუ მილიონ სხვადასხვანაირი ამნეზია არსებობს ახლა ხო შერჩევითი ამნეზიები არსებობს რაღაცა გარკვეული სფერო არსებობს და უშუალოდ აი ყველაზე უფრო ჩვენთვის ცნობილი და გამცელებული რა არის ხო აი ეს ალცგეიმერის სინდრომი ხო ამ დროს როდესაც ის ადამიანი კარგავს მეხსიერებას საერთოდ იქაც ძალიან საინტერესო დინამიკაა როგორ კარგავს ხო ხანდახან იწყებს ბავშვობაში რომ ენაზე ლაპარაკობდა იმ ენას იხსენებს ახსენდება ხალხი რომელიც ძალიან ბევრი წელია დახოცილია ახო ეს ძალიან საინტერესო რაღაცაა ზემოდან ქვემოთ მიდის ძალიან საინტერესო რაღაცაა ხო ნელა ამიტომ ეხა არსებობს უშუალოდ ექსპერიმენტალური ამნეზიების რაღაც მაგალითად აი იღლა გიპნოზში შეგიძლია შენ ნებისმიერი რაღაცა ესეთი მოდელი შთააგონო ადამიანს რომ რაღაცა დაივიწყოს ანუ ის ამ რაღაცას ვეღარ იხსენებს რა არ იხსენებს მაგალითად ეს ალბათ რამე პოსტრამული ან რამის დროს უფრო ეფექტურია ხო თუ არა ექსპერიმენტალური გიპნოზი გეუბნები ხე შეულებრად თორსა რაღაცებს ხა გაინტერესებს იქ ფსიქიკური ფენომენები როგორ ვლინდება ჰიპნოზში რო შეკავს ძალიან ღრმა ტრანსში იქ შეიძლება მილიონი კომბინაცია დაალაგო რა მაგალითად აი როგორი უცნაური კომბინაციები შეიძლება ჩადო იცი მაგალითად დაგავიწყდეს ყველა ის ადამიანი რომლის სახელიც იწყებოდა რ-ზე მაგალითად ეთქვი და იქ ვიღაცებს ვეღარ ამდენი სიმძლივრე იქ შეგიძლია ნებისმიერი ფაზლი დააწყო და ბუშავს და ეგ როგორ და მაგას თავის ტექნიკები უნდა ნუ ტექნიკა უნდა ეს არის ესეთი მაგრამ აი როგორ პოულობთ ბალანსს რომ აი რაღაცა ბალანსი რისა რომ ადამიანი ისე შევიდეს და გამოვიდეს აქედან როგორც მას უნდა როგორც და რაღაცა არ გადაიზარდოს ეს იცი რა ეხლა ამ ეტაპზე რო გითხრა რომ მე ეხლა ექსპერიმენტალურ გიპნოზს აღარ ვაკეთებ ბევრი წელია სადღაც რამდენი წელი ხარ ეხლა 27-ის ნუ აი სადღაც შენი წელი ხნის რო ვიყავი მაშინ როცა სამყაროს იმეშვებოდი მაშინ იყო ის როცა ეგეთებს ვშვებოდით და მე ხა როცა ამოწურავ ამ იმას და ბევრ რამეს ნახავ იქ ძირითადად ძალიან ბევრ რამეს რომ ნახავ პასუხები იქ არ არის ესეთი თუმცა უზარმაზარი გამოცდილება იმ ხრივ რომ აი თვითონ ფსიქიკის ყველა ჭრილში ნახვა შეგიძლია და საერთოდ სტრუქტურულად როგორ მუშაობს ამაზე უკეთესი ნუ ყოველთვის ვადარებდი ერთ რამეს რომ ხა ფსიქო ადამიანი რომელსაც რაღაცნაირად საქმე აქვს ფსიქიკასთან ეს გამოცდილება იგივეა რაც ნებისმიერი და უშუალოდ ექიმისთვის პათანატომიური კაბინეტი იმიტომ რომ უმაგისოდ შენ რაღაცებს ვერ მიხვდები მე ბევრი წელი უკვე აღარ ეხლა თერაპიაში დღეს მე არ მღიგეთ რაღაცებს იკეთება აღარ მჭირდება რა თქმა უნდა ეხლა თუ ჭირდება და უშუალოდ რაღაცას იღმის შევდივარ თუმცა თერაპიის დროს არ ეხლა კიდევ მეორდები მაქვს ნათქვამი ბევრი ჩვენ არ გვჭირდება ეგეთი ხმრა ტრანსი იმიტომ რომ ადამიანის ცვლილებები გაცილებით უფრო და ყოველთვის მირჩევნია რომ მიზიხარ აქ ჩემთან ერთად იყო და ჩართული იყო და უშუალოდ არ ვიმუშაო იმდენად ღრმა ტრანსში რომ რაღაცები ამნეზირდეს მე ხო ანუ როცა შენ ხარ თანამონაწილე პროცესის და ერთად ჩვევით ამას
ეს ცვლილებები უფრო ღირებულია, გაცილებით, იმიტომ რომ პასუხისმგებლობას იღებ რაღაცნაირად. მე ესე ვთვლი ხა, ვერ გეტყვი რომ იქ რაღაცებს თერაპიაში არ გჭირდება ის სიხმე. თუმცა აი იქ ძალიან ღრმა ჰიპნოტურ ტრანსში იქ შეიძლება ძალიან უცნაური რაღაცები აღმოაჩინო, რომ ეს ფაქტურად ესეთი პლასტიკური პროგრამაა რა, როგორ პროგრამასაც დაახლოებით შეგვიძლია ამუშავო ნებისმიერი აბსოლუტურად შიზოიდური პროგრამა. აი галлюცინაციები მაგალითად, ხო? ეხლა მე არის ხო დიდი სპექტრი, რასაც ეს პარაფსიქოლოგიური ამბები და ესეთი ფენომენები ქვია, რომელიც იქ ძალიან ინტენსიურად ვლინდება ხოლმე ხშირად. ჰიპნოზი. აი ხმა ტრანსში ხო, იმიტომ რომ ეს იქ თითქოს რომ შედიხარ, აი სადღაც ძილში ხარ, სადღაც ის სამყარო, რომელიც ჩვენთვის ძალიან ყოფითია ახლა ესეთი. იქ უკვე ეგეთი აღარ არის. სხვა განონზომიერები მუშაობს. ანუ დღევანდელ რეალობაში რეალურად დაკარგა ის ფუნქცია თუ უბრალოდ თქვენთვის ინტერესი არა, ჩემთვის ამბობ, არა, ჩემთვის არ დაკარგა უბრალოდ ეხლა იცი რა არის, როცა არჩევანი რო კონდეს ადამიანს, რო ფსიქო თუ ვიღაცას ვისაც ეხლა ყველა საქმისთვის ადამიანი უნდა დაიბადო ჯერ, მე მაგის მჯერა ყველა თავის საქმეს უნდა აკეთებდეს ეხლა. ის ხალხი ვინც აცხოსო, ხო? ამ საქმისთვის ბეჭდა უნდა დაბეჭდოს. მოვიდა დედამიწაზე და ამის კეთება უნდა, ამას არ აცდება, ადრე თუ გვიან მივარ და გააკეთებს, ამიტომ რეკლამაშიც არ არის, ხო გესმის საქმე რაღაცა გააკეთო. არის პერიოდები, როცა ბევრი ხალხი ინტერესდება ამ სფეროთი, ზედათ ეს ხდებოდა ხოლმე, ნუ იქ. ზედათ აი ეს სხვათა შორის კრიზისული ამბები რო იწყება სამყაროში, ან იმპერიების ნგრევის ამბავში, მაშინ ბევრი ხალხი ინტერესდება ხოლმე. თუმცა ხა ჰიპნოზით ამ ბოლო ხანებში ამ საქართველოში ბევრი დაინტერესებული არ მინახე, მაგრამ აი ძალიან ინტენსიურად არის მაგალითად, რაც 10 წლის და 15 წლის წარმოუდგენელი იყო. ხო ესეთი ინტერესი დაუშვათ ინდოეთის მიმართ, ხო? სხვადასხვა პრაქტიკები, განლაგებები, რაღაცები შემოვიდა, ხო? მედიტაციური სხვადასხვა სკოლები იქ. აი ეს ტრანსფორმაციას საზოგადოება განიცდის რა. ეხლა თქვენ დროს ხო წიგნები როგორც ასეთი, ნუ რა თქმა უნდა, ალბათ ბევრს კითხულობდით და არის ყო რაღაც კონტრა, ეხლა ჩვენ ამდენი ინფორმაცია და ამდენი წიგნი რო გვაქვს, ხო ნებისმიერ აღმოსავლეთი, დასავლეთი, თქვენთან კომუნისტ საბჭოთა დრო ჰიპნოზა იყო რაღაც წიგნები იყო, იმიტომ რომ ესთევები თვითონ ანუ რუსებს აინტერესებდა და იმპერიას ყოველთვის აინტერესებს, იმიტომ რომ მსგავსი ასე ვთქვათ თვითონ იყენებდნენ ხო? ხო, სულ გაძლევს აი ამის ილუზიას, რომ რაღაცა ესეთი კონტროლის და მართვის ხო რაღაცა ინსტრუმენტი შეიძლება მიიღო ან იკვლევ, ამიტომ ისინი იკვლევდნენ ამას კარგად. იყო ეგეთი ლიტერატურა, მე ხა თავის დროზე როცა დავიწყე, ეს იყო საერთოდ მე-19 საუკუნის ძველი რუსული წიგნები, კითხულობდით ხოლმე და იქ იყო ტექნიკები დავუშვათ ესეთი კლასიკური ჰიპნოზის, იყო მაიქ აღმოაჩინეთ რომ თურმე აი ეს პარაფსიქოლოგიური ფენომენები და რეინკარნაციული ამბები თურმე ჰიპნოზში თავს იჩენს და მე რომ აღმოაჩინეთ რომ მარტო იქ არ წერია თუ ამას გააკეთებ, აქაც ვნახეთ რომ ეგრეა. ესე იყო, ლიტერატურა რაღაცა იყო. ეხლა მე მინდა კიდე ერთი რამეა მან ძალიან საინტერესო, იცი. რაც უფრო შენთან მოდის დაღეჭილი ინფორმაცია, ეგ ერთი და განსაკუთრებით თუ ეს ინფორმაცია არის, ასე ვთქვათ, ნიჭიერი ხალხის დაწერილი, ერთი მხრივ თითქოს რაღაცა სწავლობ. არა, მეორე მხრივ ინფორმაციას აქვს, თუნი ხო ძალიან უცნაურად ზარმაცი რამეა. თუ რაღაცა სქემა მოეწონა და დაჯდა, კრეატივს კარგავს როგორც წესი. შეიძლება ხა ეგ მე ავსტრალია აღარ მახსოვს ფსიქოლოგების კვლევა იყო ავსტრალიელებმა გააკეთეს, რომ აღმოჩნდა რომ რაც უფრო ინფორმირებულია ადამიანი რაღაც თემის, მით უფრო ნაკლებად კრეატიულია იმ ამბავში, იმიტომ რომ საკუთარ მოდელზე აღარ ფიქრობს და იღებს იმ პირობითად რო ვთქვა, თუ ძალიან კარგად იცი დაუშვათ ღრმად, საფუძვლიანად თავისი კრიტიკით რაღაცა, ხო, რაღაცა ფილოსოფიური სკოლა და რომელშიც თვითკმარი ხარ, კარგად ხარ, ყველაფერი გაიგე და აგეხსნა შენ თული რაღაცა კრეატიული აღარ იქნება, ხო? ბუნებრივია ეს, ხო? ამიტომ ერთი მხრივ ხანდახან როცა რაღაც ინფორმაცია გაკლია და ეს ფანჯრები შენ თვითონ უნდა შეარჩო, ამ შეავსო ამ კრეატივს გინ ვითარებს. უკეთესი არის ეგ. აი სხვათა შორის ეგ ძალიან უცნაური ფენომენია. ხა იქ როგორ იყო საბჭოთა კავშირში, ხო? დაუშვათ. ხო. ცოტა რადგან ეს ქვეყანა იყო აბსოლუტურად არ იყო ადამიანზე მორგებული და ბევრი რაღაცის კეთება ადამიანებს თვითონ უწევდათ.
დაწყებული რაღაცა სამედიცინო манипуляციებიდან დამთავრებული რა ვიცი სახში ხო რაღაცა რემონტებს აკეთებდა ხალხი ხა იმ ქვეყანაში სადაც ყველა ეს ფუნქციები განაწილებულია და სადაც ნატურას ისე ვერ მოხსნიან ვიღაცა მოვიდეს ხო აღმოჩნდა რომ იქ რო ჩადიოდი ლატვის იყავ ეხლა რაღაც პერიოდი აბსოლუტურად ესეთი წარმოუდგენელი ფენომენალური რაღაცა ისეთი რაღაცები იცი რაც ხო და ეს კარგი ცხოვრებისგან არის ხო თავისთავად კი ამიტომ ხანდახან რისი თქვა მინდა რომ ხანდახან დეფიციტი და ის რაღაცა არ ხდება არ არის თლათ ისეთი ცუდი რა გაიზულებს რომ აქაც ეხლა რაღაცა ბევრი რამე აღმოჩენები რომელიც აღმოაჩინეთ ჩვენი რო ვაკეთებდეთ ჩემი მეგონა და ხო მე აღმოჩინე რომ ვიღაცებს თურმე იქ წიგნები შეეწერათ მაგრამ რადგან იმ ლიტერატურას ხელი არ მიმიწვდებოდა ხო იმ მომენტში ეს ხო მაგრამ მიუხედავად და თიმისა რომ აღმოჩნე მაინც საკუთარი თავის რაღაცა მაყოფილი ხარ ხოლმე ხო რომ მიდიხარ თან ძალიან ბევრი ფიქრი და ანალიზი და ის გიწევს ხო ამ დროს რო ის ხო თუმცა მე ხა უკვე რა იყო აი ძირით აი შოკი მაგალითად რომ აი ეს საბჭოთა პერიოდის მერე რომ აუ ეს ინფორმაცია ნამდვილად გვაკლდა ის ეხლა იყო რამე ეგეთი გამოცდილება აკეთ ეხლა ვიღაცების სიყვარული მე საერთოდ გეტყვი ეხლა მე საერთოდ რაღაცა გარკვეული ინტერესები მქონდა ძალიან ნუ დაცთავი მახსოვს თან ძალიან უცნაური ის არის რომ უკვე რაღაც ბავშვობაში მქონდა შეხება ადამიანებთან რომელსაც აი ეხლა რო ვიტყოდი რაღაც თლათ ორდინალური უნარები არ მქონდათ რა რამდენიც გამოს რატომღაც ესე აეწყო ჩემი ცხოვრება რომ ესპერო მაინტერესებდა ესეთი ხალხი დაალახი მყავდა ინტერესი რამ გამოიწვია რო ჩაგეკითხო თუ ინტერესი რამ გამოიწვია ფსიქოლოგიის ხო რამე განმაპირობებელი თავიდან იყო მე რაღაცა პერიოდში იყო ესეთი სამიზდატის ანუ ხელი დაბეჭდილი და გადაბეჭდილი ლიტერატურა რომელიც იქ რაღაცა სხვადასხვა არხებით ვარდებოდა ხოლმე იქ იყო ესეთი ჟურნალი გამოდიოდა იზი და ეს იყო რაღაცა ესეთი ოკულტური ჟურნალი მე-19 საუკუნის დასაწყისში რუსეთში გამოდიოდა და ამ ჟურნალის ასე ვთქვათ ასლები ჩამივარდა მაშინ ეს პირველი ის არის რა ქვია ქსეროქსი დგას რამდენიმე წელი თბილისში და ის არის კგბ-ს დიდი კონტროლის ქვეშ იმიტომ რომ იქ პროკლამაციები არ დაბეჭდოთ ვიღაცამ და მაგრამ ვიღაცები ახერხებდნენ ლიკვიდს მუშაობდნენ ეს ლიტერატურას ბეჭდავდნენ და მე ხომდნენ მოკლედ ანყი რაღაც მოკლედ აი ეს რაღაცები დადიოდა ხო არა მარტო ხა ეს ფსიქოლოგია მაშინ იყო ხან ეს გადაბეჭდილი რაღაც პოლიტიკა არის სოლჟენიცინის ან დაუშვათ იქ რაღაცა ესეთი დისიდენტური ლიტერატურების სამიზნე და ამათთან ერთად რატოღაც ბეჭდავდნენ აი ამ ეზოთერულ რაღაც ძველ ჟურნალებს ეს ძალიან საინტერესო ჟურნალი იყო მაშინ იქ იყო ძალიან ესეთი ინფორმაცია დაუშვათ ცოტა ასტროლოგიაზე გიპნოზი იყო რეინკარნაციებზე დაუშვათ ბლავაცკაია იყო ესეთი თუ გაგიგე ესეთი ცნობილი ესეთი ძალიან სადაც მე მეც კლასში რატომღაც სახში ესეთი ჟურნალები იყო ამიტომ ეს ინტერესი მაშინვე მახსოვს რომ მქონდა მე ხა მას განაპირობა რაღაც სიახლის მე ეს მედიცინამ და მაინტერესა ვითომ და რაღაცა იყო რო ჩავაბანე მე მივხვდი რომ ეს ოპტიმალური არის ფსიქოლოგია სადაც ასე ვთქვათ ეხლა ამას ყველაფერს არავინ არ გასწავლის მაგრამ ახლოს ხარ სადაც მართალიც ვიყავ იმიტომ რომ ხა მე რაც საცხოვრებაში ვაკეთებდი ეს იქ არაფერი უნივერსიტეტი მაგრამ თუმცა ეს ბაზისური აკადემიური განათლება რა თქმა უნდა დიდი მადლობელი ვარ ყველა იმ ხალხის ვინც მასწავლე და იმიტომ რომ მოგცეს ბევრი და იქაც იყვნენ ვიღაცები ვისაც ხა გიპნოზი მაგალითად იყვნენ ხალხი ვინც აკეთებდა მაშინ იქ თავის ექსპერიმენტები აუ ძალიან ახალგაზრდა იყავით ხო მაგ პერიოდში კი ხო მაგ გეუბნები არის სადღაც 86-87 რამდენი 22-23-24 და ეს პრაქტიკა გაგრძელდა დაახლოებით მე უკვე წამოვიდა დაუშვათ გიპნოზთან ერთად შემოვიდა უკვე სხვა ლიტერატურა NLP შემოდის როგორც ის შემოდის გროფის წიგნები შემოდის LSD 25-ის თემა ფსიქოდელიკები რაღაცეები ხო ფსიქოდელიკებსაც შევეხოთ არ არის პრობლემა ესე არა ვისი პრობლემა არა რომელიც ასე ვთქვათ ასევე ესეთი გამოცდილება ესეთი საინტერესო გამოცდილებები იყო ბევრი ხო და ეხლა დღეს რა ვიცი ხა ძალიან ბევრი რაღაცა სხვადასხვა რაღაცა ეხლა რასაც ვაკეთებ რაღაცა ესეთი ეკლექტურია და ცოტა ჩემი ალბათ რომ ეკითხა გაიარა ხო თითქოს ხო ეკითხა ვინმეს ვინ ვარ ალბათ აი ტრანსპერსონალური ფსიქოთერაპიაა უფრო რა ეს ცოტა იქით ცოტა აქ კაი მიდგომაჩა სხვადასხვა კაი მიდგომაჩა სხვადასხვა ეგ გადასარევ ეს პრაქტიკიდან გამომდინარე რომ იმაში ყველა მიდგომა კარგია რომელიც არის ეფექტურია თავარი ეფექტურია ხო და ეს ისინი კარიბაში და როცა ეფექტურია კი ფსიქოდელიკები ახსენეთ და მე სულ მაგ ეგეთი ისა რომ
აი ამ ფსიქოდელიკების ისტორიები ძალიან ბევრი მომისმენია. რეპორტიც ახლა თქვენს ჩემზე მეტი გექნებათ მოსმენელი, ალბათ მოყოლილის, მაგრამ ხო შეიძლება რომ ის გამოცდილებები ხო სიტყვაზე რაც ამ თვითგმარობამდე მიღავს ადამიანის ზოგი ზოგს საერთოდ არ ეკინებს ხო ხო შეიძლება რომ ეს ყველაფერი ილუზიაც იყოს და იმან ეს მარადიულობის საკითხები ეს მთელი რაღაცა ჯაჭვები ააგოს ამაზე მთელი თავის მომავალი მერე და ამ დროს შეიძლება რაღაცა ილუზიური ტრიფი იყოს ხო აი თქვენ როგორც პროფესიონალი რა ეძახი ილუზიას რას აი როგორ აუხსნა რომ აი ნებისმიერი ტრიფი რომელშიც შედიხარ ეს არის შენი ისტორია რაღაცნაირად მოყოლილი გარკვეულ მეტაფორაში რა შენ ჩემ ტრიპს ვერ ნახავ რა ხო გესმის ეს არის შენი ისტორია როცა მე შევდივარ დაუშვათ ფსიქოდელიურ ტრიპში ვის უხდები იქ ხო აი ბეტრიპი ავიღოთ რა რაღაცა შენ ხო ბევრი მსმენია ვის ხდები იქ ხდები საკუთარ თავს მეტი იქ არავინ არ არის ამიტომ ეხლა რამდენიც არ უნდა მითხრა რომ ეს ილუზია მაშინ გეტყვი რომ ეგ შენი ილუზიაა რა ხო შენ თავს დაეჯახე იქ მეტი არავის არ დაჯახები ხარ და ამიტომ გამოცდილება რომელიც მიიღე იქ თუ მიიღეს და აბსოლუტურად სწორად ყველა არ იღებს ვიღაცები ძალიან ძიმეთ ამთავრებენ ხოლმე განსაკუთრებით ხალხი რომელსაც რაღაცა ეს სუბუქი დამოკიდებულება აქვს და ეს რაღაცა გასაირნება იმის აქვია ეს იულიკასეირნება ხო ეგ შეიძლება იყოს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული და მნიშვნელოვანი გამოცდილება შენთვის ამიტომ რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს თელს ცხოვრებაზე რა თქმა უნდა ეხლა ეს თუ არის ასე ვთქვათ ინტენსიური გამოცდილება შენ გიცვლის ეს საერთოდ წარმოადგენას საკუთარ თავზე სამყაროზე ღირებულებრივ სისტემას გიცვლის საკმაოდ ძლიერი მთელი რევოლუცია მიმდინარეობს ესე გამოდის რა სად შინაგანი შიგნით რევოლუცია ომები გაქვს ხო საკუთარი დემონები დაგწევენ და არის ერთი სხვათა შორის აი მარიხუანაზეც არის ეგეთი ის რომ ნუ ეხა არა ისეთი ინტენსიური მაგრამ შეიძლება ბედ ტრიპში წაგიღო ნუ უფრო ნეგატივი განწყობის ამბავიც განწყობის ამბავისა ხა მარიხუანას აქვს ერთი ეგეთი ამბავი თუ ადამიანს აქვს გარკვეული მიდრეკილებები აი რაღაცა ლატენტური მდგომარეობები ხო აი ფსიქოზის იმებს ძალიან მარტივად აცოცხლებს. თუ ეგეთი არა აქვს ადამიანს, ხა არის ხალხი რომელიც მთელი ცხოვრება ეწევა ძალიან ბევრს და არაფერი არ მოს. ეგ ერთი. ხა მეორე კიდე როცა მე და შენ მარიხუანაზე ვლაპარაკობთ, მე გკითხავ რომელ მარიხუანაზე ვლაპარაკობთ. აი ეს კლასიკური მარიხუანა რომელზედაც ჰიბრიდებს ვსაუბრობ. ხო, აბსოლუტურად სხვა ბიოქიმია იყო. დღეს ისეთებია გამოყვანილი, რომელსაც მარიხუანასაც კლასიკური გაგებით პირობითად დაარქვევ, არ ქვია. ამიტომ იქ აწყდები ისეთებს, რომელიც ძალიან ფსიქოდელიკურია თვითონ გამოცდილება აი ესეთი მოსაწევის. კი, აი ჩემი ტრიპი შემიძლია პირადი ტრიპი. ნუ ეხლა არაფერს დიდად არ გავყარები ვარ მარიხუანის გარდა, მაგრამ მარიხუანას ადრე, რო აი სწორედ თქვით რა, კლასიკური ჩვეულებრივი ბუნებაში გაზრდილი მარიხუანა, სულ სხვა ეფექტს იძლეოდა და როგორც კი ეს რაღაცა ჰიბრიდი გავსინჯე, ნუ ძალიან ისეთი არასასიამოვნო განცდა იყო რა, ანუ დერეალიზაციის გზნობა დამიტოვა, თითქოს თუ დეპერსონალიზაცია, არ ვიცი, რამდენად სწორად ვამბობ, მაგრამ თითქოს კომპიუტერულ რაღაცა სხვანაირი ტრიპი მოიტანა რა. იმიტომ რომ იქ ძალიან ინტენსიური სხვა არის. ამიტომ ეხლა მაგაზეც ესეა ლაპარაკი. ეხლა საერთოდ ეს ყველა თემები ისეთია, რომ ყველა თავისთვის რაღაც თავის გზაზე მიდის და რაღაცა გამოცდილებას ანიღებს, არა, თუმცა ყოველთვის როცა ეხება საქმე შენ ფსიქიკას ძალიან ფრთხილად უნდა იყო. ხო. აი საზღვარი სადგადის. აი ხალხს რო კონდეს ის საზღვარი რასთან? საზღვარი რო აი სიტყვაზე ადამიანმა გადაწყვიტა მიიღოს რა. ნუ აქ საუბარია. ამას მოდი ესე ვთქვა. ეხლა რამდენიც მე და შენ არ ვთქვათ და იქ ის მაინც მიიღებს, მაგრამ დაახლოებით რომ ის არის რაღაც. ხო, რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი პირობა უნდა დაიცვას ადამიანმა, როცა შედის ამ თემაში, ხო? პირველ რიგში არის ინფორმირებული უნდა იყოს ეს რასაც იღებს რასთან გაქვს საქმე როგორია რა შვება ხო მეორე არის დოზა ხო იქ თუ წერია რაღაც ყოველთვის ესეც ძალიან უნდა გაითვალისწინო და ყოველთვის ჯობია ძალიან ცოტა ნახო და დაუშვათ არის კიდე მესამე რაღაცა ხო თუ მაქვს რაღაცა გაურკვეველ ნივთიერებათა საქმე ჯობია რომ არ ვქნა ხო როცა ეს არის მხნილი ხო რომელიც არ ვიცი საიდანაა
ელემენტარულად ადამიანს თვითგადარჩენის ინსტინქტი და რეფლექსი თუ გაქვს თავს უნდა ასე ვთქვათ გაუქმო შეხვედი იქიდან ესეთი გამოსვლა მარტივი აღარ არის ხო ნუ ეხლა რა გააჩნია კიდე სად შეხვალ და სად გამოხვალ მაგრამ ეხლა როგორც წესი ხალხი რომელიც ამ თემაში მოძრაობს ხო იმათ აქვთ ეს გამოცდილება იციან და თავს უვლიან როგორღაც ძალიან როცა აქ შემთხვევითი ხალხი ხდება რომელსაც რაღაცა მოლოდინები არ აქვს ოდნა არ აქვს და რაღაცა ის იქ უფრო რისკი დიდია რომ თან განსაკუთრებით თუ რაღაცა მიდრეკილება აქვს გარკვეული ასე ვთქვათ ფსიქიკური დაავადებებისკენ და ამისგან ახლა გადაზღვეული კი არავინ არ არის ხო რომელმაც სხვათა შორის აი ეს განწყობის ამბავი ხო მუშაობს სიტყვაზე მაგ ფსიქოდელიკებში რა მხრივ იძახი კი შეიძლება bad trip-შიც და კარგ trip-შიც შენი ამბავია შიგნით მაგრამ განწყობა ირგვლივ ვისთან ერთად იღებს ყველა ვინმე ხო არ წყალებში გაიზმენებს ნივთიერება და როგორც ამბობენ სეთი და სეტინგი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეს სამი ერთად ქმნის კონტექსტს მთლიანად თუ ეს აქედან რომელიმე არ არის თლათ ისეთი აბსოლუტურად შეიძლება შეცვალო მთლიანად ამ გამოცდილების ეს გამოცდილება გახდეს არა რაღაცა ასე ვთქვათ სულიერი ზრდის თუ რაღაცეების პირიქით ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი აქვს განწყობას ადგილს და ბევრ რაღაცას ახლა იქ სადაც ეს პრაქტიკები არის ძალიან დიდი ასე ვთქვათ დრო და ენერგია ხმარდება ამ კონტექსტის შეცვლას და ამიტომ ახლა ყოველთვის აქ არის რომ ის ადამიანები რომლებიც იქ არიან ეს უნდა იყოს ხალხი რომელმაც ეს პროცესი იციან კარგად და რაღაცები შვებიან ხოლმე რა მაგრამ ეგ აქ ჩვენ კონტექსტზე ახლა დღეს ამაზე ზედმეტია ლაბარაკი იქ სადაც ეს ხდება სხვაგან არის ხო ზედაპირულად ამიტომ ისე ვთქვათ რომ ეს უფრო ინფორმაციული ამბავია ამიტომ რომ ყველაფერი ამაში ნუ ჩვენი გადასარევი იყოს დაცული რა თქმა უნდა რა ხა სუდად დაგავთავრებილებთ თუ საყვარელი პოლიცია კი აი შიზოფრენიის თქვენ თუ მუშაობთ ზოგადად შიზოფრენიის მქონე ადამიანებთან ჯერ ამით სანამ კითხვაზე გადავალ შიზოფრენიასთან მე არ მუშაობენ ნუ თუ რემისია მქონია პრაქტიკები თუმცა არ თვლი რომ ახლა არ ვიყვან შიზოფრენიკებს როგორც წესი პაციენტებად არ არის ჩემი ხარი ამ ფსიქოთერაპევტები ვინც იქ რაღაც თავის სპეციფიკა მუშაობენ ასე რომ კი არა უბრალოდ კითხვა მაქვს ისეთი რომ აი შესაძლოა ამაზეც გქონდეთ რამე საინტერესო პასუხი რომ ანუ უბრალოდ დაშვების ამბავია უშვებ თუ არა რომ ვინმე ადამიანს შეიძლება კონდეს რა რეალურად კავშირი პარალელურ სამყაროსთან ნუ რასაც ვეძახით და იყოს თუ არა ეს შიზოფრენია ან აქ არის ძალიან კონკრეტული მარკერებია რა ესეთ კლასიკურს გეტყვი და მარტივს და იქ დამთავრდება რა როცა შენ ელაპარაკები ღმერთს ეს არის ლოცვა როცა ღმერთი გეკალაპარაკება შენ ეს არის ბოდვა რა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა როცა ტიპი პარალელურ სამყაროებთან კონტაქტზე გეტყვის აი შეხედე რა რას ამბობს ხო ამიტომ ახლა იქ ბევრი ნაირი ეგეთ ხალხს ნახავ რა რომელიც შეიძლება მართლა გარკვეული ფსიქოტური გამოცდილება ქონდა ერთხელ რაღაცის გამო აღარ მოხდა ერთხელ ხო და ეგეთები არის და მე ეს ყვება და არის ეგეთები ესეც შიზოფრენიაში გადის თუ შეიძლება არის შეიძლება რეაქტიული ფსიქოზი იყო რაღაც თუმცა რაღაცა მოწამლა რა ვიცი ფსიქოდელიკმა ან რაღაცა ნივთიერებამ და იქ ან რაღაცა იყო ან მაგალითად ჰიპოქსია ქონდა ან რა ვიცი ძალიან ხშირად არის ეს ხო მაღალი როცა ფიზიოლოგი ვართ ორგანომ ესეთები ხდება კი იყოს რაღაც ისეთი რომ კი რაღაცა მოვიდა ან რაღაცა შეჭამა ან სიცხე ქონდა მაღალი ან სტრესის ქვეშ აი რაღაცა შეიძლება და ქონდეს ეს ეხა არის შემთხვევები როდესაც აი ესეთი კონტაქტორები ქვია რა რაღაცა ღამე რო უცხო პლანეტელები მოდიან და რაღაცებს ხო ის ნახავ ეს ლუნა რა ქვია იმას ბევრს ნახავ ეგეთ ლუნა ღამე რო დადიან ხო ეს არა ეგ კიდე სხვა ხალხი არა აი ეს კონტაქტორები გეუბნებიან რომ აი ღამე ვიღაცა ესეთი თითვალებიანი უცხო ისინი სისხლე ამიღეს აქედან და ხორცი გამიჭრეს და რაღაცა აი მოტაცებული ასე ვთქვა ფრინავითებში ესეთ ხალხია ხო მაგრამ იქ არის მე შენ გეტყვი საინტერესო რაღაცას რომ აი მაგალითად აი ეს DMT რომელიც ესეთი დიდი დოზის მიღების პირობებში აი ესეთი მსგავსი ხილვები ეწებათ რომ იქ უცხო პლანეტელებთან იმაზე ამ ფრინავთებში ანუ მსგავს რაღაცებს ყვებიან იქ მოკლედ ის როცა ის მას ყვება რომ ეს არ არის რომ რაღაცა მოელანდა რაღაცა გამოცდილების თვალსაზრისით ამიტომ ისე თქმა მინდა რომ რაღაცნაირად
ამისი ტვინიც იგივე კონტექსტს აგენერირებს, ოღონდაც აი ამ მაღალი კონცენტრაციის DMT-ის გარეშე ვიღაცა ადამიანის, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ამათი მოყოლი და იმით მოყოლი ძალიან გავს ერთმანეთს. შეიძლება უბრალოდ აი ამ ის ტვინში რაღაცნაირად აი ამ DMT-ის დიდი დოზით გამოტყორს ატომღაც ხდება რა. ეხლა შეიძლება მიღების გარეშე მოდი ეხლა იმაზე ეს ვთქვათ რა. DMT-ის გამოიწვია. DMT ჩვენში სულ გამოიყოფა. გვაქვს ეს არ არის ჩვენი ესეთი ენდოგენური ნივთიერებაა რა. კი. ანუ როგორც ის დაბადება სიკვდილის დროს. თუ ცხოვრებაში შეიძლება ითქვას რომ შეიძლება სიზმრებს რო ხედავთ მასში მაშინაც გამოიტყორს. ან მაღალი ძალიან მაღალი სიცხე ხო? ანუ კი ბატონო, როცა რაღაცა ეხლა ფიზიოლოგიურად შიგნით ორგანიზმში რამდენია მაგ კაცმა არ იცის, მაგრამ თუ მეძლევა ეს გარკვეული ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიური გამოცდილების თვალსაზრისით, აი როგორც ხილვა, როგორც მაგალითად სიზმარი, ძალიან ცხადი სიზმრები როა. აი იქ ეს არის DMT-ის მაღალი კონცენტრაცია, არავის ეს არ უკვლევია და არ გაუზომია, მაგრამ სავარაუდოდ რაღაცნაირად არა, მაგაზე არ არის საქმე, უბრალოდ მექანიზმის არა გვაქვს, რა ქვია, ინსტრუმენტი არა გვაქვს, რომ გავზომოთ, რომ ძალიან მალე იშლება მოკლედ ეს ტვინში. აი მედიტაციების დროს მაგალითად. ეს ჰოლოტროპული სუნთქვის სუნთქვა ხო თავიდან ბოლომდე როგორც ჩანს მაინც DMT-ზე მიდის, იმიტომ რომ ამ დროს შენ როცა ამ ინტენსიური სუნთქვის ცვლის სისხლში ბიოქიმიას. და იმის ფონზე როგორც ჩანს ეს სინთეზი ძლიერდება. თუმცა ახლა ეს ყველაფერი თეორიებია რა, პრაქტიკულად არა. მაინც ბოლომდე ესე დადასტურებული არავის ახო არ კულები ახლა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან მალე იშლება ის ორგანიზმში და ესე ვერნა. ხო და რატო წავედით ახლა DMT-ზე და ხო, ამ ხილვებზე გეუბნებოდი. ხო, შიზოფრენია. ამიტომ აი ახლა კიდე ახლა ეს ხალხი რომელიც ეგეთი ხილვები აქვთ, შეიძლება სხვა არანაირი მაინც და მაინც კლინიკა არ ქონდეს რა, რაღაც ერთი მონო ამბებშია. ანუ მონოს რას ვამბობ? აქ აქვს რაღაცა ესეთი ელემენტი, რომელიც შეგიტანს რომ ხო არ ბოდავს, მაგრამ დანარჩენში ის ჩვეულებრივი ხალხი არ აავლეს, იმიტომ ხე როცა შენ შიზოფრენიკზე ლაპარაკობ, ეს არ არის მარტო ბოდვა. იქ მიდის ძალიან სერიოზული პიროვნული ძვრები, სხვა რაღაცეებში, სხვანაირი ხდება, იმას მიხვდები. ახ ბევრი არის სამყაროში რაღაცები, რაც პასუხი ესე არ აქვს. ხო, ანუ მაგალითად იმაზეც, რომ აი ხა არ ვეხები რა თქმა უნდა რელიგიას, მაგრამ აი წმინდანები ხედავენ რაღაცა სიტყვაზე იმას, რა ქვია. იმასო. ზოგს რაღაც გამოიცხა და არ მინდა რამე დავაკნინო, მაგრამ როგორ გავარჩიოთ ეს ნამდვილად ვერაფრით ვერ გაარჩევდა. მე ძალიან მნიშვნელოვანი ეს გამოცხადებები, ხო, ძალიან ხშირად არის ძალიან ეპოქალური. ხო, რაც წმინდანი ვნახე, აი დღეს რო გეუბნებიან, ხო, რომ აი მფრინავითებში დავინახე და ის 500 წელს წინ გეუბნებოდი რომ დემონი იყო, ან რაღაცა ესეთი იყო, ან ანგელოზი იყო. იმ კულტურალური კონტექსტიდან გამოდის. კი. და იმ ცოდნიდან სამყაროს შესახებ რაც მაშინ ქონდა, ისეთ რაღაცებს ხედავდა. ესმის დღეს რო აქ უკვე რაღაცა სხვა მითოლოგიაა, ამ მითოლოგიის ასე ვთქვათ, განსხეულება ხდება, ხო? ხო, მივხვდი. აი ეგ იგივეა მაგალითად შიზოფრენიკის დღევანდელი ბოდვა, როცა გეტყვის რომ, რა ვიცი, აი რაღაცა ესეთი დევნის მანია, ან რაღაცა უცხოურ პლანეტელები მას ხივებენ ახლა და სპეცსამსახურებმა ღრმად წამს ხო? დარწმუნებულია იმაში. ოღონდ იგივეს შიზოფრენიკი დაუშვათ 200 წლის წინ არ გეტყოდა. ის გეტყოდა რომ დემონი მიყურებს ან რაღაცა, იმიტომ რომ მაშინ აი ეს კონტექსტი ცოდნა არ იყო უცხო პლანეტელის. კი ბატონო, არც უცხო პლანეტელის და არც რაღაცა იმისი, რა ქვია, ანტენის ან დამასხივებელი რაღაც აპარატის. ანუ ბოდვა ყოველთვის მოიაზრებს იმ კულტურალურ კონტექსტში, რაც ოდნაც მაქვს, იქიდან გამოვდივარ. ის ხედავდა ანგელოზებს და დემონებს, ეს ხედავს, რა ვიცი, უცხო პლანეტებს, ტრამპს, რა ვიცი, რაღაც დაინახავს. ხო, ანუ მედიცინურ დონეზე რეალურად რელიგიურად შეხედავ თუ აქედან გამოდის, რომ ყველა ვარიანტში მაკეტკენია. ყველა ვარიანტში შეიძლება რომ ტვინი ქმნის კონტექსტს, სადაც აქვს განცდა, რომ დაძდევენ და ერჩიან. უბრალოდ აი ეს განცდადობა ქმნის კონტექსტს, მე კონკრეტულად ვინ გერჩის და ვის შეარჩევს ტვილი ტრათ, ის უკვე იმ გამოცდილებიდან ამოაქვს, რაც თვითონ უშუალოდ აქვს. ხო, გესმის? იმან იცოდა დემონი, იქ იყო დემონი, აბა იცის, რა ვიცი, იქ კაგებე და ან ხო, რაღაცა იქნება იქ. და არის თუ არა ისეთი კონდიცია? მაგრამ დანარჩენი დინამიკაში ეს რო გარბის და გამორბის და ისიც ზარბოდა ეგრე. მაშინ თან წამალი არ იყო, ეხლა დროზე წამალს მისვენ დამშვიდება. ხო. არაშეს ყველაფერს ერთნაირად ჩვევია. ხო, აი დინამიკა თუ არის ხომ ეგეთი მდგომარეობა, რომ სიტყვაზე ადამიანი აცნობიერებდეს მაგას, სიტყვაზე მაგას
მაგ კონდიციას რა ქვია თუ არის ესეთი სახელწოდება? რომ მაგალითად მდევნიან, ან მდევნიან, ან რაღაცა და აი ობსესიების რო შენ როცა ამბობ რომ რაღაცა ხო? ეგ ეხლა არ არის ესე მკვეთრად რომ შენ არის ხალხი რომელიც აბსოლუტურად უპირობოდ და უპრობლემოდ ჯერა რომ არის ხალხი რომელსაც ეჭვი ეპარება მთლად დევნიან თუ არა, მაგრამ მაინც მგონია რომ დევნიან და არის უკიდურესად ისეთი კატეგორია არის, როდესაც უკვე ესეთი ბოდვისმანია იწყება, რომ რას მელაპარაკები, შენც ხო არ დამდევ ეხლა, იმიტომ გენერალიზაცია იცის ხოლმე, ხალხი გითრევს ბოდვაში. რომ მელაპარაკები რომ ხო არ მეჩველება, ესე იგი შენც იმათ მხარეზე ხო არ ახარ გეტყვის რა. აქეთაც იგივე. კი, ანუ გენერალა, ანუ უფრო და უფრო მეტი პერსონაჟი შემოყავსა, ეგეც არცევს. ან თქვენ ცდილობთ რომ იმას და ან მაგალითად ხო ახლა ნუ მე ხა ეგეს არ დაუწყებდი დაჯერებას რომ არ მეტყოდი რომ მართალი ხარ, იმიტომ რომ ხე აზრი არ აქვს ეგ. მაგრამ არის ახალხი რომელსაც მოსდის თავში აბსოლუტურად ესეთი იდეები, მაგრამ იტანჯება იმით რომ იცის რომ ასიგიჟე მომივიდა, აი ობსესიების დროს, აკვიატებების დროს. ეგ კიდე და ეგ მე მგონი უფრო დამთქმულია ვიდრე ის ვისაც ჯერა, ხო? სუბიექტური გაცისთვის ახლა რომელი ხალ მაგას ვეღარ გეტყვი. თუმცა ახლა აქ ეს ადამიანები იტანჯებიან, იცი რომ რა სისულელე მომივიდა თავზე, როგორ მომივიდა თავზე ის რომ რა ვიცი, ახლა რა ვიცი ჩემი რაღაცა მერჩის რა. და ამ დროს არ როგორც წესი ამ დროს იცი როგორები რა ტვინი როგორ ხარგავს ამას ასე ვთქვა და ქმნის ეს არის ხალხი და ყველაზე უფრო მიუღებელი და შენთვის აბსოლუტურად პიროვნულად ძალიან სენსიტიური ადამიანები მონაწილეობენ ხოლმე ძალიან ხშირად აბაკვიატებებში რომ მაქსიმალურად დაგტანჯოს საკუთარმა თავმა. ვიდრე უფრო უცხო ხო ალბათ. კი, ხო, ნუ ეხლა ისიც არა სასიამოვნოა რაც რომ თავში მოგივა. აი ამ თემაზე ნუ მე ჯერ არ მინახია რომ ვინმე ესაუბრო და მოდი ჩვენ ვისაუბროთ. ნიმფომანია. არის ესეთი და ჩემზე კარგად თქვენ იცით ძალიან გავრცელებული და სატირიზმი ქვია მაგას ბიჭკაცებს სხვათა შორის ძალიან გავრცელებული მაგრამ ამაზე ჯერ ხმარ ავისი არავის არ ძალიან გავრცელებული რამდენად გავრცელებული ნუ ეხა ყურმოყვრით ასე თუ ისე იტყვი რა მაგრამ ესე კონკრეტულად სტატისტიკა არ მაქვს მაგრამ ნუ არის ჩვენთანაც არის ყველგან არის ეს ნიმფომა საერთოდ რა ფენომენია ნუ ეს დამოკიდებულება კი მაგრამ რაზე ვლაპარაკობთ ეს რაღაცა აი პრაქტიკაში თუ ქონია მსგავსი პაციენტი ყველანაირი ქონია დაუოკებელი სურვილი ხო ნიმფომანია ეს არის ნიმფადან მოდის ასე ვთქვათ ეს არის ქალი რომელსაც დაუოკებლად უნდა სექსი და კაცებში ეს ამას ქვია სატირიზმი ხო სატირიდან როცა იგივე ეხა ეს ცალკე როგორც წესი ყოველთვის რაღაცა დაავადებასთან ერთად დადის ხოლმე. აი თავიდან რომ შენ ესეთი იმაზე დავიწყეთ ლაპარაკი ციკლოფრენია და ბიპოლარულების დროს იქ ძალიან ხშირად ეს მდგომარეობა ახლავს აი ამ მანიაკალურ მდგომარეობებს, ხო? როცა ეს უკიდურესად აღზნებულია, აქვს მოთხოვნილება და ვერ ოკდება და ვერ კმაყოფილდება, ამიტომ იქ ყოფილა შემთხვევები, რომ დღეში რამდენსაც მოახერხებ და ხანდახან ნუ ათეული და ასეული პარტნიორთან გქონია, ხო, საქმე. ეს არის მდგომარეობა, როცა აქვს ჰიპერმოთხოვნილება სექსის, მაგრამ ვერ კმაყოფილდება, ვერ ივსება, ასე ვთქვათ. ანუ მარტო ის არ არის რომ ხშირად უნდა არამედ ვერც კმაყოფილდება. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეხლა თუ დაკმაყოფილდი შენამითი შეიძლება ანუ ხო დინამიკა როგორია აღზნება, ხო რაღაც პიკს აღწევ და მე ეშვები და ამ ენერგიისგან თავისუფლდები. აქ აი ეს განცდა რომ ენერგიისგან განთავისუფლდი არავის არ აქვს. სურჩები ან ძალიან ხშირად იწყება ისევ ეს აღზნება და ამთავრდება ხა ეს როგორც წესი ეს არ არის რაღაც ესეთი საღლაბუცო ყოფითი თემა ეს როგორც წესი ძალიან ხშირად გულისხმობს რაღაცა სხვა ფსიქიკურ ასე ვთქვათ გარკვეული თანმხლები ხო? კი, ეს არის თანმხლები სხვა ფსიქოლოგიური ფსიქიკური უბრალოდ ფსიქოლოგიური არ ვიტყოდი. რაღაცა სხვა ასე ვთქვათ და ამიტომ ამას სჭირდება ესეთი სერიოზული მიხედვა და მკურნალობა როგორც წესი ხოლმე. ეხლა ყოფით ნიმფომანზე ეხლა შეიძლება თქვა რომ ადამიანი გიპერსექსუალურია და ჩვენ ერთმანეთისგან გავსხვავდებით ძალიან სექსუალურად. ხო, აი სადგას ზღვარი ნიმფომანიაქსა და ყოფით სექსუალურად აქტიურ ძალიან. ეს არის ახლა როცა მანიაკზე ვლაპარაკობთ ეს არის როგორცაც ესეც საზღვარი არავის არსად არ გაუტარებია რა. მოგეხსენება ხო? სადგადის ჰიპერსექსუალურ ადამიანს. ხო, იქ რაღაც თუმცა იქ გადის ხო? აშკარად სადღაც გავა. კი, არა იქ არ არის რაოდენობაზე ლაპარაკი. იქ ისევ განსადობასა, ეს არის დაუოკებელი ადამიანი, რომელიც რაც არ უნდა ჰიპერსექსუალური ადამიანი იყოს, მას ამ სექსის გარეშე კიდე რაღაც ცხოვრება აქვს, ხო? მაგალითად, რაღაცები შვება თავსულის მაგ.
აი ამ ასე ვთქვათ ანუ ნიმფომანიური ან თუ აქ რაღაცა გარკვეული ასე ვთქვათ ესეთი მდგომარეობების ფარგლებში გვაქვს ამასაც საქმე ეს ხალხი შეპყრობილია უბრალოდ ამას სხვას მეც არაფერს არ შვება ეს არ არის უბრალოდ ჰიპოსექსუალური ადამიანი რომელსაც ძალიან უყვარს და თვითონ პროცესიც არ არის მაგისთვის სასიამოვნო იმდენად ხო რამდენად არა პროცესი ეხლა ეს პროცესი სასიამოვნოა თუ არა ეს არ არის პროცესი რომელსაც X განმუხტვამდე ანუ კმაყოფილებიანს ვერ გრძნობს ბოლომდე ვერ ივსება ან სხვანაირად თუნდაც ესე ვთქვათ რომ ვერ იცლება ბოლომდე ამიტომ სულ აქვს ეს დაუოკებელი სურვილი რომ გაიმეოროს და გავიმეოროს ეს არის როგორც წესი ამ დროს როცა ნიმფომანებს ვლაპარაკობ ჰიპერსექსუალური ხალხი განსხვავდება ეხლა არიან ხალხი ესეთი ყველა ჩვენთაგანს ჩვენი გარკვეული კონსტიტუცია გვაქვს და ეს სხვა რამეა კიდე ეხლა როგორც კაცები ასევე ხალები განსხვავდებიან აი ნარკოტის ამემართებაში ხო არის რომ რაღაცა დოზა მიიღო სიამოვნება მიიღო და შემდეგ დავარდა და ისე უნდა დამატება აქაც შეიძლება იყოს ეგეთი ხო ნუ ეხლა რაღაცა ცუდი ანალოგია ცოტა იმიტომ რომ თუმცა ახლა ჩვენ ვიცით რაღაცა გარკვეული ნივთიერებები რომელიც თავისთავად ეს ნივთიერები აი ამ იწვევს ამ ნიმფომანიურ ან სატირი ხო რაღაცა გარკვეული ახლა აღარ დავასახებ ვიცი რა ხო არის რომელიც აბსოლუტურად დაუოკებელი საუბრობ მაგ თემაზე რომ პიკია რა ეპიდემია და აბსოლუტურად სულ ერთია ვინ არის მაშინ აბსოლუტურად ესეთი ხო და იქ ცუდი შედეგებით თავდება ხოლმე სულთა ეპიდემიოლოგიური ამბებით რო თქვა იმიტომ რომ აღმოაჩენენ მე რომ რაღაც სად იყო ვისთან იყო და რა შვებოდა სქესის და იმის ამიტომ საერთოდ ცუდი ამბები ხშირად ხდება რა თქვენ ვიდეოში ესეთ რაღაცას ამბობთ და გეთანხმებით მაგაში რომ გონები აი ეს არ ვიცი ზუსტად ციტირებ თუ არა მაგრამ თემა ეგ იყო რომ გონების სიმშვიდეა რეალურად თავარი და თუ აქ დაალაგებულია დანარჩენი ყველაფერი ასე თუ ისე ლაგდებაო რა და მენტალური პროექციაო რა საერთოდ ჩვენი სამყაროო რა და რეალურად ადამიანებს ეხლა ეს ნახეთ რა პრობლემაა ამას რო ადამიანს ეუბნება ადამიანი ხო და ეს თემა ესმის მოქმედებაში ვერ გადაყავს რა და რა უნდა იყონოს სიტყვაზე ადამიანმა რას გულისხმობ აი ცოტა უფრო ხო კი დავაკონკრეტებ გასაგები რომ მე დაახლოებით მივხვდი მაგრამ აი კარგად რო წავიდეთ რა აი ადამიანს რო აუხსნათ სიტყვაზე მაქსიმალურად კომფორტულად რომ აი მოდი როგორ მიაღწიოს იმ მდგომარეობა ან როგორ გააცნობიეროს რომ რეალურად ყველაფერი აი აქედან მოდის და ნუ აიდენტიფიცირებს თავს სხვადასხვა რაღაცეებთან რა ნუ მიდის შორს რა ანუ ჩვენი მენტალური პროექცია რო არის ეს ყველა ჩვენი პრობლემა ეს ჩვენი ყველა მდგომარეობა ანუ მოდი ესე ვთქვათ რა ხო სამი პოზიცია მარტივი რო იყოს მათთვის არის ხალხი რომელიც ყველაფერს სხვას აბრალებს მე რო ცუდად ვარ ყველა თქვენი ბრანდია არის მეორე კატეგორია ხალხი რომელიც ყველაფერს საკუთარ თავს აბრალებს და ყველაფერი შევიბრალია და არის კიდე როგორც ამბობთ ძელი ხალხი რომელიც არავის არაფერს არ აბრალებს და ამბობს სამყარო ისეთია როგორც არის და საერთოდ არავის არაფერი შუაში არ არის რა ხო ეხა უყურე აქ ხომ ძირითადად ესეთი არგუმენტებია ხოლმე რა როცა გეუბნებიან რომ აი მე რომ ქუჩაში გავედი და ვიღაცა მე რა ვიცი მომوارდა რაღაცა მაგინა მე მეჩხუბა ეხლა მე როგორ უნდა მემართა რამდენი არ უნდა შეგნით შემეცვალა რაღაცები ამას ხო ვერ ავწდებოდი მაინც რა და გეტყვი რომ მართალი ხარ ოღონდაც იმასაც გეტყვი რომ ძალიან უცნაური რაღაცა ხდება ხოლმე როცა საკუთარ დამოკიდებულებებს ვსვლის სამყაროს მიმართ მაინც და მაინც ეგეთ ადგილებში აღარ აღმოჩნდები ხოლმე სადაც ეგეთები ხდება რა ეხლა ცოტა რთული მაგალითი ვთქვი, უფრო მარტივი მაგალითი გეტყვი. აი, მოდი ავიღოთ ესეთი ძალიან ბანალური ფსიქოლოგიური პრობლემა, რომელთაც ხშირად მოდიან და ნუ ფსიქოლოგებმა იციან, რომ ეს აი საჯარო გამოსვლების შიში აქვს ხალხს რა. საჯარო გამოსვლების შიში აქვს ეს ხალხი ამის გამო ძალიან ხშირად კარიერაში, ამბებში, რაღაცებში წარმატებას ვერ აღწევს, ხო? გამსაუბრებებზე ხმა უვარდება, ფერი ეკარგება რაღაცები ბოზდის და ესეთი ხალხი მოკლედ ჯამში ახლა უყურე როცა ვეუბნები რომ იცი რა თუ შენ იქ ვიღაცა გძაბავს თუ იქ გაშინებს და თუ იმას შენი იმედი არა აქვს ეს შენ ახარ მეტი არავინ არ არის იქ არავინ არ გერჩის სინამდვილეში და ამაზე გეტყვის რომ არა იცი რა კი გეტყვი
და როცა ვიწყებ მუშაობას და ვეთქვი რომ ეხლა იქ წადი თვალები დავხვიჭე რაღაცები ნახე და აღმოაჩენს რომ აი ამ ხელა პატარა როცა იყო მაგალითად გიყვები რა შეიძლება მოყოლილი მაქვს ეს მაგალითი სხვაგან მაგრამ მოგიხსება დღეს ჩვენ აი ესეთი სიტუაციები როა რა ბავშვობაში რა რომ აი სანიმუშო ბავშვი უნდა იყოს ბევრი ლექსი თქვას მაგიდაზე აყენებენ იქ სცენაზე რაღაცებს ბავშვებს შეიძლება არ ვიცი შენ თუ მაგას არ გიშვებოდნენ მაგრა გაგიბართლა და კარგია მაგრამ ბევრს უშვებიან შეგარშემო ხო მაგრამ რომ ეს ანუ აი აღმოაჩენ რომ აი შიში არის იმ 5 წლის შეშინებული ბავშვის რომ სახე არ დაკარგოს ის ბავშვი არცად არ წავიდა და როგორც კი ამას აცნობიერებინებ და იქ ნუ ჩაიხსნა ის და დაუშვათ ის რაღაცა ასე ვთქვათ ვირუსი პირობითად ჩავხსენით და ის ბავშვი არ იღვიძებს ხოლმე ყველა დღე ყველა მომენტში როდესაც ამას საჯარო გამოსვლა ან მიკროფონს მიუშვენენ ან კამერას რა ხდება აღმოჩნდება რომ ეს ადამიანი ხდება უფრო კომუნიკაბელური უფრო წარმატებული რაღაცებს ცხოვრების სტილი ეცვლებს სხვანაირი ხდება რა ხო შესაბამისად როგორც კი მიხვდა რომ არავინ აღარ ერჩის და თუ ვინმეს ერჩოდა იმ პატარა ბავშვი ერჩოდა შიგრიდან რომელიც თავის დროზე შეშდებული დატო. კი, საინტერესო. იქ რაღაცა იგივეა, ხო, იგივე არის ხალხი მოდის და ამბობს, რომ ისევ ქალებთან ვერ ვლაგდები, ან კაცებთან ქალები მოდიან, რომ აი რაღაცებს ვერ ვლაგდები. ყველა კაცი ერთნაირია, ყველა ქალი. ხო, ან რაღაც ხო ეგ გენერალიზაცია იქ აღმოაჩენ, რომ ეს ყველა ქალი ერთნაირია და კაცი იქ ბები ამის ეუბნებოდა და მამამისი ამას ეუბნებდა რაღაცებს. როგორც კი დაამთავრებს აი იქ თავის ისტორიას ამ ბავშვობაში იქ აღმოაჩენ რომ მე დაალაგა ვიღაცასთან ურთიერთობა ბედნიერი გახდა და მიხვდება რომ ვაფშე ქალები და კაცები არ ერჩოდა თვითონ ერჩოდა კაცებს იმიტომ რომ ყოველთვის ეშიდოდა ხო გესმის აი ამ ყოფილი გაგების ამბავია ყველაფერი გაგება ეგ არის გაცნობიერება კარგი სიტყვა რაც უფრო ცნობიერად ცხოვრობ მით უფრო ხარ ეფექტური წარმატებული თუ შენი გაცნობიერების სპექტრი ძალიან რაც უფრო ფართოა მით უფრო შენი ცხოვრება ამ დედამიწაზე არის მოდი ესე ვთქვათ ნაყოფიერიც იქნება და ბედნიერიც იქნები უფრო იმიტომ რომ მე აღმოჩენ რომ შენი საქმე რა არის გააკეთო როცა საქმეს აკეთებ გულით გააკეთო кайფი მიიღო მის კეთების სიხარული მიიღო სიამოვნება ადამიანები რომელიც გვერდზე ყავს ისეთ ადამიანებთან იყო ვისგანაც სიხარული მოგდის და არ დაიხარჯო რა ეგ არის ყველაფერი და აღმოაჩინე რომ ცხოვრება მაგარი მარტივია და ვართულებს ძალიან ხშირად გესმის ხო გონებიდან მოდის რეალურად რა ყველაფერი რა კი ბატონო იმიტომ რომ ეხა ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს შეხება რა და რას ვაწყდები ისი მე როგორც ეხა დამკვირვებელი ხო ძალიან მოხშირებულია აი ეს ფსიქოლოგიურად უფრო კარგად ტერმინი გეცოდინება ის რელიგიური ფანატიზმი, იდეოლოგიური ფანატიზმი და ასე შემდეგ რა. და ნუ როგორი ისეთი უხერხულიც არ უნდა იყოს რეალურად ადამიანმა თუ ეს იდენტიფიცირება თუ ეს ვერ გააცნობიერა რომ შეიძლება რელიგიურ ფანატიზმში იყოს ან იდეოლოგიურ ან რაიმე სახის ის თავის ცხოვრებას მთლიანად ანგრევს ჩემი აზრით და მე ვფიქრობ ხარა როგორც სიტყვიან აი მაზოლზე ცოტა ფეხი ჩაწერა ჭირდება რა ადამიანს რა რა მხრივ მაგამ ბავში რო სიტყვაზე ამ ილუზიასაც ადამიანის ცოტა ხნის გითხარ რომ ადამიანისთვის ძალიან ადვილია გამზადებულ ტვინი არის ძალიან ოხერი რამე ზარმაცია რა და ფიქრი მაინც და მაინც ეზარება ხე შენ თუ დააკვირდები გარშემო ადამიანს არ ნახავ მაინც და მაინც ბევრი ადამიანს ვინც ძალიან ბევრს ფიქრობს ხო საერთოდ ფიქრობს იმაზე ვინ ვარ რა ვარ ღმერთი რა არის ხო და იქ როდესაც გამზადებულ კალკებს გაძლევენ ეს კარგია ეს ცუდია ეს ესე უნდა ქნა აქ უნდა იმარხულო აქ უნდა არჭამო რაღაცები რაღაცნაირად სამყაროს გილაგებს და განცდა გიჩდება რომ რაღაცნაირად ესეთი ჭეშმარიტების შეხედა რაღაცა საკრალური ცოდნა გაქვს რა მე სხვა სასწაული ჭკუას როგორ იყოს ბედნიერი კარგი რაღაც მომენტში ეს რიტუალი ხდება თვითმიზანი ცხოვრების შიგნით აღარ მიდიხარ იმიტომ რომ ხა შიგნით ან რწმენაში ან ნებისმიერ მერტულ ადამიანს როცა ფიქრს იწყებს ანუ როცა სული იწყებს მუშაობას ის ადამიანები როგორც წესი სადაც არ უნდა იყვნენ რა თუნდაც ძალიან ასე ვთქვათ ეკლესიურ ის ადამიანი არასდროს არ არის მოზალადე მაგალითად არასდროს არ გახვევს თავზე არაფერს არაკეთებს რაღაცის დეკლარაციას და რაღაცეებს მოკლედ იქ პროპაგანდას არ უწევს ეს ხალხი წყარეთაა თავისთვისა თუ აღმოჩნდა ადამიანი რომელიც ინტენსიურად რაღაცას ქადაგებს
ჩათვალო რომ ეს ადამიანი არის ადამიანი რომელიც როგორც წესი თვითონ ამას ბოლომდე აი ერთ რაღაცაზე მინდა რომ დაგაფიქრო აი თუ გინახია მორალისტების უმორალიზებულ ლაპარაკობენ აღმოაჩინო ეს ხალხი არის ყველაზე ამორალური ხალხი თვითონ კი ხო მეთქი მარტო მე ხო არ ვაანალიზებ ესე ყოველთვის დააკვირდი ადამიანი რის დეკლარაციას აკეთებს ეს არის რაღაცა რასაც საკუთარ თავში რასაც ეჭვი ეპარება და რაც უფრო განსაკუთრებით ეპარება ეჭვი მით უფრო დეკლარირებს ამას დაწყებული ახლა იქ რელიგიური ამბებიდან დამთავრებული ღირებულებები ხო იქ დასავლეთი გეი პროპაგანდა რაღაცა რასაც ლაპარაკობს თუ ადამიანი ბევრს ლაპარაკობს ამაზე დიდი ალბათობით მას აქვს გარკვეული სექსუალური პრობლემები ოღონდ მართლა იმიტომ რომ ესეთი ლატენტური გეები ბევრი ლაპარაკობს კი აუცილებლად რაღაცა თვითონ აწუხებს რა ეს ამბავი ან აწუხებდა ოდესღაც და მე კარგად შეინახა და ეხა სხვას ერჩის ხო თუ მაგალითად ვიღაცა ძალიან მორალზე ლაპარაკობს ან ოჯახურ სიწმინდეზე როგორც წესი ამ ხალხს მაინც ვთქვათ დალაგებული ას თავისი ოჯახი აქვს და არც დალაგებულ ოჯახებში არ არიან გაზრდილი. ესეთი ხალხი ლაპარაკობს ამაზე ძალიან გრძნობით, ძალიან ესეთ ინტენსიურად აი. კიდე არის ესეთი პროპაგანდისტების ნაწილი, რომელსაც ეზარება და ისე ლაპარაკობს, იქ მიხვდები ზუსტად რომ მოტივირებულია, უბრალოდ ფული გადაუხადეს და ხა ეს საქმე უნდა ჩაათავოს. თუ ამაზე ძალიან გულანთებული ლაპარაკობს ჩათვალო ეს ადამიანი იმ პრობლემაში ზის ყოველთვის რა საინტერესო ანუ თუ რაღაცა დაალაგებული იქ შენ იმაზე რა ხო არავის არ ერჩი რა მიბალტაეთ ხო ხო რაღაცა უნდა ვილაპარაკო ხო მაგრამ ერთი კითხვა სულ მებადება ხოლმე არ ვიცი რატომ მაგრამ მებადება რომ აი ხა როგორც თქვით ავტომატურ რეჟიმზე ცხოვრობენ ხალხი რა დავიჯერო არსებობს ადამიანი რომელსაც შეიძლება ესეთი ეგზისტენციალური საკითხების ფსიქოლოგია რაღაცა ღრმა თემები არ აინტერესებდეს? შენ არ ვიცი ხა არის იქჯერა და ვერ ვცვალებას კიდე ბევრ ხალხს იცნობ რომელსაც ეს თემები აინტერესებს? არც ისე ცოტას. ნუ დღეს ვასკი ეს არის კარგი და ძალიან ვიხარია რომ ეხა შელთავობაში იქ ხალხი არა იმიტომ რომ კი იმიტომ რომ ეხა ვიცი რომ ძალიან გაინტერესებს რა ხალხი ძალიან ცოტა იყო არ არის იქ ხალხი მაინც ბევრი და რაც პეტი იქნება უკეთეს დედამიწაზე ვიცხოვრობ დაბიჯერე რა საერთოდ აქ ხო პასუხებში არ არის ესა ხალხი ვისაც შეკითხვების დასმის სურვილი უჩნდება სწორი შეკითხვა ყველა გიშველობა და პადვალ ხა პასუხს არ აქვს რაც ეხა ბედა შენ ვილაპარაკებ 7-ნაირი პასუხი შეიძლება მოიგონე იქ მაგრამ თავარია რომ კითხვა დასვა ხო ამიტომ ეხლა მაგისანა ხალხი ბევრი არ არის თავის დროზე რაღაცა კვლევაც იყო რა აი კრეატიული ადამიანების ხვედრითი წილი ხო სხვადასხვა რაღაცები ნანახი მაქვს და ამბობდნენ რომ ესეთი ხალხი რომელიც კითხვებს ვავს არის სადღაც ყველას ეგ არ ეხება საქართველოს ეს არის სადღაც 15-17% მეტი არა აქედან აი ესეთი შემოქმედებითად კიდე წინსასული 5%-ია დანარჩენი არის ესეთი დანარჩენი ეს არის ბალასტი რომელიც აბსოლუტურად მოწყვლადია ნებისმიერი პროპაგანდის ამბავში როგორც კი შენ ჩაურთავ იმედს ის გახდება გამოურთავ იმედს ჩაურთავ რა ვიცი რუსთავი ორს გახდება რუსთავი ორი ამას ჭირდება დროც არის და თუ და მარტივი მანიპულაციის საგანი ამას ჭირდება 6 თვე აი 6 თვე აი იმედის მაყურებელი გახდება რა ვინ გინდა რომ გავახტუნოთ აი თუ მომეცი ამის რესურსი დაავაწყობინე რაღაცა არ ვიცი მოზამბიკის დემოკრატიული რესპუბლიკის რაღაცა პრეზიდენტი რომელიც რაღაცა ქართულად ორი სიტყვა სიტყვის და ეტყვის რომ ჩვენ გადავარჩენთ საქართველოს მოზამბიკიდან დაუჯერებენ 85% არის ძალიან ეს ცუდზე და კარგზე არა ტვინი მუშაობს ესე ამას ბიზნესიც იყენებს ხო სხვათა შორის ყველა ნებისმიერი რეკლამა ნებისმიერი ხალხი რომელიც არის ასე ვთქვათ გავლენის ტექნოლოგიებში დაკვირვებული ამას იყენებენ რა მშვება აქვს შენ ამითი რაღაც კვილის ჯაგრის გაყიდი თუ პუტინს თუ რა ვიცი ვიღაცას რა ბიზნესი იგვანიშ არა აქვს მნიშვნელობა თუ რა ვიცი ტრამპს თუ რა ვიცი არა აქვს მნიშვნელობა თავარია ანუ თქვენ რას ფიქრობთ ესეთი ადამიანები უბრალოდ ესეთები არიან თუ უდგება თუ დაუდგება თუ არა მაგას ეგ მომენტი შეიძლება არც დაუდგეს ისე რაღაც მოდი ესე ვთქვათ ესეთი ადამიანს კი არ ვერ შეავდა ცუდები კი არ არის არა არც მე აი მე და შენ რომელიც ახლა ამაზე ლაპარაკობთ ხო ამ ასე ლაპარაკობთ რაღაც მომენტში შეიძლება რაღაცნაირად ამ პროპაგანდის ხორბლი აღმოჩნდეთ თუ გადახვეწილია თავს ნუ დადებთ ნუ შენ ნუ აბსოლუტურად ჩვენ მე ხა შეიძლება მაქვს ერთი ის რომ შეკითხვებს ვავ ხოლმე და შეკითხვა არის სამი სინამდვილეში ის ვინც მეკითხება მე ვის მაძლევს ან რაც მაძლევს ინფორმაციას რამდენად
კომპეტენტურია ამ საქმეში. ანუ კომპეტენტური ცოდნაზე საიდან იცის ეს ყველაფერი. თავისთავად. ხო? მეორე რა არის მოტივი ის რომ მე ამას მეუბნება, რა უნდა რომ მე მითხრას. თავისთავად. ხო. და ის რასაც მეუბნება ეს გადამოწმებადია კიდე სხვა წყაროდან თუ არა. აი ეს ამ საკითხი თუ დასვი, მეტნაკლებად შენი ტვინი არის ეს ესეთი კლასიკური დამზორებს ეკითხები ასავლიდან ხო. ხო, კარგი, ძალიან კარგი. ხო, გესმის. აი ამ სამ საკითხს უპასუხებ. ჩათვალე რომ კრიტიკული აზროვნება გააქვს რა რომელიმე ერთ-ერთი თუ ვარდება სანდო წყაროსთან მიმართებაში კი ბატონო ნებისმიერი ეს იქნება კომენტატორით იქნება რომელიღაც არხი თუ რაღაცა დაუშვათ რა ბლოგერი თუ ვინც იქნება რა კი ძალიან საინტერესო რამე ის გამოყენებადია თუ პრაქტიკაში გამოიყენებ მაგას რა ჯობია კარგი ის საჩუქარი იყო კი ბატონო ნუ ეხა ვიცი რომ გისაუბრიათ მაგრამ იმდენად მაინტერესებს რომ ძალიან მინდა რომ ამაზე ვისაუბროთ რა აი რეინკარნაციის საკითხზე ცოტათი მაინც რომ შევეხოთ აი შევეხოთ ხო იცით ყველა ძველი ამბავი ახლად არისო რა აი ეს ჰიპნოთერაპია და წარსული გამოცდილებები თქვენი გამოცდილების მიხედვით თუ შესაძლოა თუ არა რომ მართლაც არსებობდეს რეინკარნაცია მოდი ესე ვთქვათ რა უშვებთ თუ არა რაიმე ეხლა მაგიმის დაადასტურებს ანგარეკილი იქნება არა არაფერი არა განათიკოსი მაგრამ თუ გადმოგიყრი მე რომ არის წარმოუდგენელი კვლევებია ეხლა ჩატარებული სადაც არა თუ იმაზეა ლაპარაკი ეხლა აი ეხლა კვლევები ეხება მაგალითად 4 წლის ბავშვი რომელიც ყვება რომ ეს ერქვა და ჩამოაგდეს იაპონია 54 წელს იაპონელებმა ზღვაში ყვება ამ ისტორიას ოღონდ ეს რასაც გეუბნები შემოწმებულ ფაქტებზე გეუბნები ეს არ არის უბრალოდ ეს ხდება 80 ეხლა ეს შენი ხნისაა დაახლოებით ეგ ბიჭი ეხლა ვიზაც ყვები რა შეიძლება ცოტა დიდი 32-ის აი 4 წლის რო იყო და ეხლა მე მგონი რაღაცა ეგეთითაა დაკავებული რა ქვია პროგრამისტია ოღონდ მუშაობს თვითმფრინავებს რო იყო ესეთი ფრიდავი რომელსაც ერქვა ეს და ეს ჩამოაგდეს აქ და აქ და რომ ჩადიან იმ ადგილას პოულობელ ოჯახს ეს ტიპი რეალურად არსებობდა ხო, ეგეთი არ ბევრი აღწერილი, არ არის. ამიტომ ეხლა ეს არ ეხება გიპნოს, ხო? ეს ბავშვები ძალიან ხშირად ეხლა მეც წავწყვეტ მე რომ ბავშვი იწყებს რაღაცის მოყოლას რა. მახსოვს ერთხელ რაღაც ქართულ იმაზე სადღაც ედო ვიღაცას რა და მაშინ მივხვდი ხა კულტურალური არის ბავშვი ამბობს უცებ ბაქალაში მიდია რომ მე აპტყეში ვიყავი გავარდილი ყაჩაღათო და ეს ბავშვის ეურო რას სულას დავთავრდა იქ იმიტომ რომ ხა რაღაცა კულტურები გაძლევე რა ვიცი უცეს ხა იდოეთში რო ეთქვა კითხავდეთ კარგად ხო ქართულ კულტურაში ბავშვი ეგეთი თუ დაიწყო იქ ცოტა უკვე და გაჩე ხშირად რაღაც ასაკამდე ბავშვები ამას ყვებიან ჰიპნოტური ტრანსის დროს რომ ესეთი გამოცდილებები ამოდის ეს ინდოეთში ნახეს ინგლისელებმა მე ევროპაში ჰიპნოზს გაკეთებ გაიმეორეს და აღმოჩნდა რომ ევროპელების მშვენივრად იხსენებენ რაღაცებს ეგ ერთი ანუ ის რომ გარკვეულ ამბავში ეს არის გადამოწმებელი ეს ახლა ეჭქვეშ არ დგას მოკლედ ძალიან ბევრი სტატისტიკა არსებობს და კვლევა კვლევა არ არის გადამოწმებული ფაქტებია ყველა გამოცდილება რომელიც იქ ამოდის და ადამიანი გეუბნება რეინკარნაცია აი მაგაზე გეტყვი რომ ვერ გეტყვი იმიტომ რომ ძალიან ხშირად არის ესეთი მომენტი როდესაც უფრო ფანტაზიას გავს შეიძლება იყოს რაღაც დოზით ჰალუცინაციის ამბავიც რას გულისხმობ ჰალუცინაციაში მე რო იყვება არა იქ ჰალუცინაცია კი ხილვა იქ ეხა მე რო იქ ხედავ იმ ეპოქას ხედავ იქ და გაცვია ეს რა ქვია ტოგა და ვზივარ სადღაც იმაში და იქ ხوارთ იქ არ არის ანუ იქ ეს ღრმა ჰიპნოზში რო ესეთი გამოცდილებებზე გადიხარ იქ ეს იმ კონტექსტში ცხოვრობს ეს არ არის რო რაღაცა იქ არის ძალიან საინტერესო რამე ხა ეს ესეთიც არის ეხა იქ თავიდან ყოველას გონია რომ იქ მოხდება რაღაც აუცილებლად რაღაცა ან არისტოკრატი უნდა იყოს ან რა ვიცი იქ ნაპოლეონი ან და ძალიან ყოფით ხო ეგეც კიდე მეტყველებს იმაზე რომ თლათ იქ კარგი დროის გასატარებლად ტრიპში არ გადიხარ რა იმიტომ რომ ძალიან
ხანდახან იმდენად დრამატულ ისტორიებს გადის ეს ხალხი იქ, რომ მტერს არ უსურვებ იქ მოხვედრას რა. ხალხი მომსწრეც ყოფილ ხართ ხო? კი, კაცო, რამდენი ბევრის. კონსოლზე წვავენ და რა ვიცი. მართლა? კი, ეგეთი. და ამას ფიზიკურად განიცდის? განიცდის ყვება და ხო იმაშვება რა. ნუ განიცდის და ყვება და იქ ერთხელ მქონდა ბევრი წლის წინ ჯერ კიდევ მაშინ ფსიქოლოგიის ის მაშინ მქონდა აი ამბავს მოგიყვები და მიხვდები რატომ მოგიყვები რა ეს მაშინ გიპნოზს ვასწავლიდი და რაღაც მომენტში ეხლა უკვე აღარ ვშვები მაშინ ამ ასე ვთქვათ ჰიპნოტური კონტექსტის შექმნას ვაკეთებ იქ შევედი და ერთი ესეთი გოგო მყავდა ძალიან საყვარელი აბსოლუტურად როგორ გითხრა რა ესეთი დიდი წითელი ლოყებით დიდი ესეთი სათნო ძალიან რა ესეთი და უცებ რო გამოვიდა თქვა რომ მეკობრე ვიყავე რომელიც ლონდონის სპორტშიო ჩამომახჩვესო იმაზე უნდა ქვია რასა ხო აი აბსოლუტურად აი ეს ფაქტურა რატო უნდა გაძლევდეს ეგეთ ისტორიას ხო წარმოუდგენელია ხო რა აი ეგეთ რაღაცები ხდება ეხლა არ არის საჭირო ხო გეუბნები ისე ჰიპნოტური ტრანსი თუმცა ეს ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა რომ შეიყვანო ან კომატოზური რაღაცებიც ხო ხდება კომატოზურია კლინიკური სიკვდილები და ეხლა მე მქონია ბიახია ეხლა ბიკაცლები წინა გადაცემებში 1-6 ჩები რაღაცა ესე მსგავსი გაგზები მაქვს დალახი ჩები გავუსწრებ საკუთარზეც გაგივლია კი გამივლია იქ ეპიზოდები მაქვს ისტორიას ვერ მოგიყვები მაგრამ აბსოლუტურად თავს დავდებ რომ ეს ეპოქა იყო იქ მქონდა ცოდნა ისეთი რომელიც გადავამოწმე აღმოჩნდა რომ არ ვიცოდი მანამდე მაგალითად არ ვიცოდი რომ აი ამ ტოგები თეთრი ეცვათ უბრალო ხალხს და ყვითელი ეცვა არისტოკრატიას არ ვიცოდი მაშინ შიგნით იმ ტრიპში რო დავიხედე და ეს ყვითელი ბაცვია ძალიან გამიკვირდა რა იმიტომ რომ რატო არ ბაცვია და მე აღმოჩნდა რომ იქ ისეთი ვარ რა თითქმის თლათ ღმერთი არა ვარ მაგრამ იქ აი ეგეთი რაღაცები ხდება ძალიან უცნაურია იქ ხოლმე ემოციები რომელსაც იქ გაივლი რა აი ეგ ბევრჯერ მაქვს მოყოლი ჩემზე ვამბობ აი ეს ემოცია რო აი ესეთი ემოციები ჩვენ ახლა დაკარგული გვაქვს აღარ გვაქვს აი ადამიანებს არ უყურებთ ისე რომ ახლა ეს შენ ადამიანი ხარ და ის მონაა და ის საერთოდ არ განვიცდით იქ აღმოჩნდები რომ აი ესეთი ემოციები გვაქვს ადამიანებს რასაც დღეს ვერ განიცდით ხო დღეს აღარ გვაქვს ახლა ჩვენ დღეს ხა ვიღაცას ვერ შეხადავ როგორც მეორე ხარისხოვან რაღაც ახლა ცხენს და ადამიანს რო ერთად იმიტომ ის მონაა და ის ხელი უფრო გიყვარს რა ხო ჩვენთვის წარმოუდგენელია იქ აი ესეთი უცნაური ემოცია შეიძლება გაგიჩნდეს და ძალიან გაგიკვირდეს რომ და ამას სიტყვითაც ვერ ახსნი რა სახელსაც ვერ და აღმოაჩენ რომ ის ადამიანები სამყაროს აი სხვანაირად განიცდიან სხვა ემოციური განცდა ჰქონდათ სხვა ღირებულებებში ცხოვრობდნენ და სხვა მიმართებებში ეგეც ძალიან საინტერესოა ეს ამიტომ ახლა უკვე იქ მე სულ მაგაზე ვფიქრობდი ძალიან ხშირად რომ ჩვენ რო რაღაცა ისტორიულ ამბებს აქედან ჩვენ ხომ აიც პროექციას ვაკეთებთ მე და შენ როგორ ვიზავდით ჩვენი ღირებულებიდან წარმოდგენებიდან იმათვის ის სამყარო იყო აბსოლუტურად სხვანაირი მაგიური და ბევრი გადაწყვეტილება რასაც ჩვენთვის არის გაუგებარი რა ჩვენ ახლა რო ხსნით იქ წაგებული მოგებული ჩვენგან გამომდინარე ვამბობთ და ვერასოდეს ვერ გავიგებთ ის რაც გრძნობდა იმ დროს მისი мотиваცია რა იყო ის აბსოლუტურად შეიძლება სხვა იყო კი აი ნიუტონის ჟესპოსლის მერწი ხო გაქვს აკითხული როგორი ისინია ხო აი აი იქ ბევრია ძალიან კი ხო ანუ ამის შემდეგ მაშინ როგორ შეიძლება ადამიანმა მე არ ვიცი ყველა სუბიექტური არჩევანია მაგრამ ეს სამოთხე და ჯოჯოხეთის თემაც გეტყვი შენ აი ძენ ბუდიზმში და ესე ვთქვათ ინდუიზმში და მე ძენ ბუდიზმში განსაკუთრებით ხო ძალიან ბევრი ტექსტი და დღევანდელი კვანტური ფიზიკის ტექსტი ძალიან ერთ-ერთზე მიდის გავს ერთმანეთს და იმათ ჰქონდათ საერთოდ ბუდისტებს აქვთ ეგ რომ მე არ ვიცი აი რაღაცებზე ამბობენ რომ ძალიან აინტერესებს მაგალითად ახლა დალაი ლამას ესეთია ხო რომ მეცნიერება გამოიკვლეთ ნახეთ და ყოველთვის ამბობენ რომ რეინკარნაციამ ჩვენ არ ვიცით ეს რა არის მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ეს არის და დაერჩეთ თქვენ თვითონ როგორც გინდათ ისე ახსენით ეს ვის ეს გეუბნები ანუ ის უკვე დარწმუნებული ის არ ხო აი რა არის ახლა ეგ ხო ეგ იგივეა როგორც კვანტური ფიზიკის ახსენებს სამოთხე და ჯოჯოხეთის ამბავის თემა თუ ცოტა განსხვავებული არა ეგ არ არის არა ეგ არ არის ეგ ახლა ეგ აბსოლუტურად ემპირიული თემა ახლა სამოთხე და ჯოჯოხის შენ აქ ვერ გადაამოწმებ და რეინკარნაციას ნახავ რა ხო ის იქ ხო არის ახლა თუმცა ისიც მენია რომ რაღაც სამოთხეში თითქოს შევაბიჯე კომატოზურ მდგომარეობაში ხო ნუ მაგე ხა მე და შეგვიძლია LSD-25-ით ან DMT-ით აქვე ამაგიდაზე აი გამოცდილება კლინიკური გავიარე სამოთხეში შევიდით თავისი აი ამ მთელი კასკადით რომელსაც ყველა ხედავს ეს
აქ ანუ ეს სულ სხვა ცალკე თემაა ხო ესე ხო თუმცა ეხა მოდი ესე ვთქვათ იმ ტრადიციებში ძალიან სიღრმისეულში ხო სამოთხე და ჯოჯოხეთის ეხა აი სუფიზმში მაგალითად ის ჯოჯოხეთის რომ მოხდა ვიღაცა და კითხა რომ ცეცხლი არანთია სად არის აქ ყველა საკუთარი ცეცხლი თვითონ მოდისო რა ანუ ის ჯოჯოხეთი რაც გაქვს შეწყვეტილი შექმენი და იქ არ არის ძალიან მაგარი ნათქვამია რეალურად ძალიან მაგარი ეგრე ამიტომ ეხლა იქ ბევრი საკამათო ამბავია და ეხლა ხო გეუბნები რეინკარნაციაზე რაზე არავინ არ კამათობს ხო ეხლა ეს ბავშვი რომელიც ამერიკელი ფრინავი იყო და ვიღაცა იქ კიდე ბავშვი იყო ეს რომელსაც იმ ადგილას ვის ამბობდა რომ თავში ტყვია მომარტყესო ხალი ქონდა ზუსტად თავზე და რაღაც ეგეთები არის ბევრი მოკლედ ეხლა ვისაც არ ეზარება და თუ არ გეზარო შეგიძლია შეხვიდე და მე სულ ისე მაინტერესებს ხოლმე ჩემი გასართობიც ეს იმაზე კი არ არის არსებობს თუ არ არსებობს ეს ახსენით რა. აი ნიჩეს მარადიულ დაბრუნების თემა თითქოს რაღაც გაავს, ხო? ამას, მაგრამ სულ სხვა რაღაცას ის მაინც სხვა რამეა. აი ეს რაღაც თითქოს იგივე ცხოვრება მეორდება. იგი ხო იქ არ არის რომ იგივე შენი მეორება, ხა მან და არის ბრუტალური ჩანს, ხო? სულ რო კარგი ცხოვრება კონდეს. თუ ეხლა იქ როგორ არის? იქ ეს სანსარა, აი ეს ასე ვთქვათ, ბორბალი, სანსარა, ანუ იმაში ინდუისტში რომელიც არის დაბადების და სიკვდილის დაუმთავრებელი ჯაჭვი ხო მიზანია რომ აქედან გახვიდე. ანუ გასხივოს. ხო, ანუ გახვიდე აქედან, ანუ განთავისუფლდე რა, აი აბსოლუტში გახვიდე თუ გინდა აი იქ. ნუ ნირვანა და სამოთხე. ხო, ნუ ხო. სამოთხე და ნირვანა და აქ ეხა განსხვავება რა არის? ტერმინებში. აქ არა მარტო მაგაში, სამოთხეში ღმერთი ყოველთვის სადღაც პერსონიფიცირებული არსებობს და შენ ხარ სადღაც. და ნირვანა ეს უკვე ღმერთში ხარ რა იქ სუბიექტი და ობიექტი აღარ არსებობს იქ ახლა აი გარი განსხვავება თორემ იქ ამ გამოცდილებით ახლა ვიღაცა ქრისტიანი და ის რო დასვა ერთმანეთთან არ იკამათებენ იმიტომ რომ მიხვდებიან რომ ერთი ხო და იგივე რამეს ლაპარაკობენ რა თავისთავად ხო და ამიტომ აი ეს ამისგან განთავისუფლება არის მიზანი როდესაც შენ გადიხარ აქედან სანამ გარკვეული ანუ რაღაც მისია გაიარო მე იბადები ხო რაღაცა ციკლები უნდა მაგრამ ამას ჩვენ რო ვერ ხვდებით აი საინტერესო რა არის ჩვენი მისია ჩვენ ვერ ხვდებით ეხა უყურე იქ მაგ სისტემაში თუ შეყვალ აღმოაჩენ რომ შუალელი ინსტრუმენტები არის მაგალითად წარმოუდგენლად ძალიან საინტერესო ასტროლოგიური ამბები ინდური სადაც აი პასუხები არის ბევრ ამაზე თუ შეყვალ და მისცემ შენს ძალიან ბევრ ამას გეტყვის შენზე რა მისია გაქვს როგორ ხო ვიხარ რა უნდა ქნა სწორედ როგორ უნდა იცხოვრო და რაღაცებს გეტყვის ამიტომ იქ შეკრულია ეგ სისტემა ის რო გელაპარაკება მთლიანად იცის კი არა და ნუ ის არის ძირი ხა ყველა დანარჩენი ცოდნა დედამიწაზე აღმოაჩენ რომ ყველა სხვა რელიგიებიც იმ ძირიდან მოდის რაღაცა გაგებით მაგრამ არის ყველაზე უძველესი გამოდის კი ნუ ეგრე მაგრამ დამახინჯებული სხვადასხვა მიქსუბთა სახით და აი ეგეთ საინტერესო რაღაცები არის იქ ხო გესმის იქ მაინც შეკითხვები არ არის ანუ შეკითხვები როგორ პასუხები არის რა ანუ სისტემაში მოდიხარ აი ეს რაღაცნაირი სიმშვიდე მოდის აი შეკრული სამყაროდან რაც უფრო ხმად შედიხარ მით უფრო ასე ვთქვათ მეტად ხრმავდები ამ ცოდნებში და არის ეს ისე რომ ხა ადამიანები რომს ეძებენ სადღაც პოულობენ ყოველთვის მიდიხარ ან მაინც მგონია რომ აი ეს ვედიკური ცოდნა ერთ-ერთი ყველაზე ესეთი კი ბაზისურია მაგ ამბების. მაყურებლებს ხო არ უჩვევდით რამე სახელმწიფოებებს ამ თემებთან დაკავშირებით. ეხა იმდენია. ყველაზე ესეთი რომ დღეს არ ჩაიკარგოს და არა ხელოვნური ინტელექტის პირობებში ყველა ადამიანი შეუძლია შევიდეს და ის ზუსტად იმას მისცემს რაც სჭირდება. ნუ თქვენ გაწყვეტთ გაცილებით უკეთესად. არა, სხვათა შორის რას ფიქრობთ ხელოვნურ ინტელექტზე, ფსიქოლოგიაზე რა გავლენას მოახდენს, იმიტომ რომ ეხლა გამახსენდა რომ 16 წლის ბავშვი მოუკლია რა, თუ მოაკლევინა თავიო რა. ფსიქოლოგიასთან ან თქვენ იმიტომ გეკითხებით რომ რაღაც ხრი ადამიანის ფსიქიკაზე აი როგორ უნდა იქნა ხსოთა მოქმედებს თუ არა თქვენი აზრით? არა, ძალიან მოქმედებს ეხლა ფსიქიკა რა არის, მოდი მაშინ ესე ვთქვა და ის ინტელექტი რომელიც შენთან საუბრობს და მაქსიმალურად შენზე მაქსიმალურად ასე ვთქვათ სიტყვა ვერ ვიპოვე გერგება ხო რაღაცნაირად ხო წარმოუდგენელი მომავალი არა აბსოლუტურად წარმოუდგენელი ჩვენ არ ვიცით რა იქნება სინა თუ მაგას მეკითხები და ეხლა მოქმედებს მე არ ვიცი ეხლა იგი ამბავი რა სხვა ვის მოაკვლევინა თავი თუმცა იქ საკმაოდ ესეთი დაცვები დევს შეგენით რომ ეგეთ რაღაცები არ ქნას ხოლმე ძალიან უნდა მოინდომო რომ ეგრე ანუ ამას რაღაც ნეგატიურ ჭრილში დიდათ არ უყურებთ ხო როგორც ჩანს
როგორც ზეგავლენა ადამიანის ისი რა მე ფსიქოლოგიას. არა ნეგატიური და პოზიტიური მან საერთოდ მოდი ახლა დავხეთ ნეგატიური წილში შეიძლება მე და შენ როცა რაღაცას უყურებთ ხო გამოვდივარ ჩვენი თავიდან ჩვენი წარმოდგენებიდან და მე განსაკუთრებით შენ კიდე სხვა თაობა გაქვს კიდე მე შენი ხლის რო ვიყავი საერთოდ მობილური ტელეფონი მქონდა ახალი ხო დაახლოებით ამიტომ ყოველთვის ჩვენ რაღაცნაირად სუბიექტურები ვიქნებით ჩვენ ხო არ ვიცით ადამიანი რომელიც დაიბადა დღეს მაგალითად როგორი იქნება 20 წლის რო იქნება მე ხო გამოვდივარ ჩემი გამოცდილებიდან, ჩემი ღირებულებიდან, ხო? ამიტომ ძალიან რთულია ხოლმე რომ რაღაცა მომავალზე ყველა შეფასება იქნება გამომდინარე ჩემთვის ეს რამდენად მისაღები არ არის მორალური არ არის მორალური, მაგრამ მე სხვა ასე ვთქვა ცივილიზაციის შვილი ვარ რა. ის სად გაიზრდება რა ღირებულებებში იქნება. შეიძლება იყოს ძალიან გასხოვებული ჩვენგან, მაგრამ თვითონ თავს კარგად იგრძნობს თუ და იგრძნობს ამას მე და შენ ვერ ვეთქვით. ვერც გამოვიწყდით და აი სულ აზრები იყოფა და რეალურად ეგ არის. ამიტომ ყოველთვის ნებისმიერი ეგეთი ამბავი არის ჩვენი პროექცია. მე რო იმის ადგილას იქ აღმოჩნდა 200 წლის როგორ ვიქნებოდი? არ იქნებოდი შენ 200 წლის მე ის იქნება და. ხო, ანუ ამ 16 წლის ბავშვი რა იყო უბრალოდ? არ ვიცი, არ გამიგია ეგ ამბავი. რეალურად ანუ ხელოვნურმა ანუ რაღაცა საზრისზე გავიდა, მგონი ამერიკის შტატებში. თუ არ ვწდები, ბოდიში თუ ვწდები. და ანუ 16 წლის ბავშვი ეუბნება რაღაც თავის პრობლემას თუ რაღაც და ეს ასწავლის როგორ უნდა მოიკლას თავი. ცოტა წარმოუდგენელი შენ ხო ეხლა ხო, ის სამი რო ჩამოთვალეთ ეგ გამახსენდა ეხლა მაგრამ მშავე მაგასთან ეხლა კი როგორ არა ვის არ აი მოინდო მე როდის მე რო ეგეთი პასუხები მოგაცემინოს რა ნუ აი როგორ ხნა ეგ ვერ იზა რო გამოტყუო ხო მეც გამიკვირდა იმიტომ რომ არა ეგ რაღაცა ფეიქს არ ვიცი ამდენი ინფორმაცია არ მიჯერა მე ხა არ ვიცი კიდე რომელიღან ბევრი არსებობს ეგ და რომელიღაც ისეთი სადაც შევიდა რომელიც მიმარ მშობლების ინტერვიუც იყო და მაგან ცოტა დამაიჭა რომ ფეიკი არის თუ არა იმიტომ რომ რომელში იყო როგორ ხნა ეხლა მე გეტყვი მანდ იყო ეგ ექსპერიმენტები თავის დროზე არა ეს რამდენიმე წლის ამბავს გეუბნები მაგალითად კითხეს ესე პირდაპირ რო კითხო რომ ატომური ბომბა როგორ გავაკეთო გეტყვის რომ ეს არის დაფარული ამას არ გეტყვი როგორ გატეხეს მოგიყვები რა აბა ხო და ეს ეუბნება რომ მეო საყვარელი ბებია მომიკვდაო ძალიან მიყვარდა ძალიან გან ნუ ის ეუბნება რომ მესმის შენი ხო რაღაცებს წერს რა თანაგზმა არის ალბათ ხო და ყოველ საღამოსო ეს ჩემი ბებიაო მიკითხავდაო ზღაპრებსო და ეს ეუბნება რაიო რა ზღაპარს გიკითხებდა თუ გინდა მე წაგიკითხავ ამ ზღაპარს ეს ეუბნება რომ აი ესეთი წიგნი ერქვა როგორ გავაკეთოთ ატომური ბომბაო და დამავიწყდაო ხო და ის მოუყვა ხო ამბობენ რომ აი ესეთია რომ გატეხა ეგრე რომ იმისთვის აი ეს ემპათია უფრო მნიშვნელოვანი გახდა ვიდრე ის აკრძალა თუმცა ეხლა მაშინ რომ გაშიფრეს მე რაღაცებს ჩადეს რომ აღარ ექნა და აქაც რო იკვეთება რომ ადამიანი უფრო ინტელექტუალურია ვიდრე ეხლა მაგას მაგრამ იქ ეხლა ძალიან ჭკვიანი ხალხი ის მაგაზე რომ აი ეს რაღაცა ისინი რა ქვია მანიპულაციებმა არ გაჭირეს ხო ხო ეს ხვრელები დაკეტონ კი ამიტომ არ ამგონია რომ იქ ეხლა მოდი ესე ვთქვათ მაშინ სხვანაირად გეტყვი ეს ბავშვი ისე თავს მოიკლავდა თუ არა ჩვენ არ ვიცით ხო უამისოდ უბრალოდ ამის შეიძლება ისედაც მოეკლა ხო და მაშინ გეტყვი მე შე რამდენი ადამიანია დღეს ცოცხალი იმიტომ რომ ხელოვნურმა ინტელექტმა გადაურჩინა ხო რაღაც მომენტში დაილაპარაკა და ხო გაიჩევა მისცა და მარტო არ დატოვა და დეპრესიაში რაღაცნაირად გვერდზე ძალიან ბევრი თბილისში ვიცი ძალიან ბევრი ხალხი რომელიც პერიოდულად აქ ცხოვრობს. კი, მე ვიცი რომ ხალხი ესაუბრება თითქოს თერაპია, ვაში საერთოდ ფსიქოთერაპიაში შემოდის ეს პრაქტიკა. კი, ბატონო, როგორ არა მშვენიერი თერაპევტია, თვითონ არის ძალიან კარგად დაგენერირებული სხვადასხვა სტილიდან მიმართულება. მაგრამ ეს ერთის მხრივ ხო ცოტა უარყოფითია სიტყვაზე ჩემთვის, თქვენთვის, ჩვენი პროფესიები გვაქვს. მე ჩემთვის შენთვის ის არის რომ ცოტა ხანში ხო ჩანაცვლება არავის არ გვინდა, ხო? ხო, მაგრამ მაგა მოგვიწევს ახლა. რაღაცა მაგას ვერაფერს ვერ უზა. ჯერ ცოტა ხანი 1-20 წელი არ გვემუქრება იმისთან ომები დაიწყება რომ მაგისთვის არ ეცემა. ფიქრობთ მაგაზე? არ უნდა მაგას შევფიქრი ჩართე. სხვათა შორის ამდენი დღეა ვფიქრობ მეთქი ვინ მომეწვია რა ის ვინც მაგაზე ისაუბრებს მეთქი და რა ვიცი ომებზე რა უნდა გესაუბრო ხო ხე ყველა ხედავს რაც. კი. ანუ მესამე მსოფლიო ახლოსაა. მესამე მსოფლიო დაიწყო დიდი ხანი. კი. თან მანდაც როგორია 50-50 აი სუბიექტურობა რა არის ხო აი არა კაცო არ დაიწყება აქეთ რა თქმა უნდა მეც სამწუხაროდ მანდოა რომ პირი უჩანს რა თქვენ პირი არ უჩანს დაიწყო მეტი რა გაგინდა ახლა იმ ომის
აქაც ხო იგივე ილუზიაში ხარ რაღაცა როგორ წარმოგიდგენიან შენ ომი, ხო? ომი დაიწყო, ეხლა გიორგი სააკაძისთვის რო გეთქვა, იმას წარმოვიდგენდა, ხო, რაღაცა. ხო მე ჩვენ ახლა უცებ ბომბის. ხო, ახლა ვიღაცისთვის რო გეთქვა 40-იან წლებში წარმოვიდგენდა, რომ ტანკების დივიზია მიდის და დღევანდელი ომი როგორც უნდა მიდიოდეს, ისე მიდის ეგრევე ის სურათი დაიხატა რა იქიდან. ინფორმაციული ომი მიდის, ეს დრონები და ტექნოლოგიური ომები რაც დრო გავა, ესეთი ომი მიდის ახლა და ცხენებით და ხვლებით რო ომი აღარ წავა, ხო? ამიტომ ის ომი რომელიც უნდა წავიდეს, მიდის უკვე. და ნელ-ნელა მატულობს და ეგრე იქნება. კიდე გაიხარეთ. როგორ გადის დრო ისე? ანუ მაგით ვაფასებ, კაია თუ ისეთი. ეგა თუ ინტერნეტ მე ჩემთვისაც ეგრე თუ საინტერესო ახლა თუ ეხა დავხედე რა საათს ნახევარი როგორ გავიდა. ეგრეა, სულ კარგად იყავით. გისურვებ წარმატებას და გაიხარეთ. ეგათ იყავით. თქვენც ასევე და მრავალს დაესწარი. რას, მაგრამ დაესწარი. ჯან ცოცხლად გადავჭე. რაოდენს მაგას გისურვებ, რაც უნდა დაეს. რამე დღეს სასწაულია და გამომჩა. კარგად გადავჭე და ის რომ ცოცხლად გავიარე და უკვე გაიგე.